მინდა თავიდან გავიგო რა არის ჭიქა. პირველ კანონში შევარდები, მაშინ იგივე მაქიდან. ბიჭო, ეთყობა არ გჭირდება ქართველებს ემპათია. ყოველწლიურად სიტყვა. სტატუსი მაძლევს შესაძლებლობას, რომ ჩემი სიმართლე შენ სიმართლეზე მაღლა დავაყენო. რაღაცა მომენტამდე მოგისმენ და მე ვიტყვი, რომ დავაი ხა გააკეთეთ როგორც გეუბნებით. მომეცი დამაფასე, მამა, ბონუსი მომეცი რა მამა. და გივიმ ჩაჩურჩულა და მე დროს პირველი ჩემი დასკვნა იყო ისინი ჩემზე ჩურჩული. ტანჯვის უმეტესობა თავშია ვიდრე რეალობაში. ყურში მესმის ხმა როგორ ამბობს მაგას რა. ყველა ადამიანი არის მეზღაპრე. გივი პროჯექტი. თუ საერთოდ არ უნდა ჰირენაუში ყოფნა. ეხლა რასაც ხედავ კონტექსტში რომ ზალადობა ამრავლებს ზალადობას. ანუ ეხლა კონტექსტს მე ეგრე ვხედავ. კონკრეტული რაღაც არჩევები მივცეთ ადამიანებს როგორ შეიძლება იმუშაო ამასთან. მთელი უნიკალურობის მუღამიც ალბათ ეგ არის რომ მარტო მე ვარ ჩემ კინოში. უბრალოდ ეხლა აქეთ დედა და მამა მყავს, ეხლა მყავს ბოსი. მე შენთან განვიცადე დედა. ხოდა მაცალე ეხლა. სალამ დავიწყებთ, მინდა ძალიან დიდი მადლობა გადაგიხადოთ, რომ გვისმენთ. და ერთი თხოვნაც მოვაყვალო. დააჭირეთ subscribe-ის ღილაკს და გამოიწერეთ ჩვენი არხი. ეს ჩვენთვის ძალიან დიდი მხარდაჭერაა. ჩვენ კი ენერგიას არ დავიშვირებთ იმისთვის, რომ ეს პოდკასტი სულ უკეთესი გავხადოთ. ასევე მინდა ძალიან დიდი მადლობა პოდკასტ კონტინგენტს გადავუხადო იმ სტუდიას, სადაც ჩვენ ვაკეთებთ ახლა ჩაწერას. ეხლა კი დავიწყეთ. გეფშიდობის გივი. დაგიმარჯოს. გამარჯობა საშა, როგორ ხარ? შვენიურად. მადლობა რომ მოხვედრე. მადლობა რომ დამბადეჟეთ. სიამოვნებით. დავუცხოთ პირდაპირ. დავუცხოთ. რა მშტა გეგონა რომ დაგეწყო შენი ტრანსფორმაციული მოგზაურობა. საქართველოს ბანკის დირექტორატიდან. ეგ სიტყვა არ გიყვარს, მაგრამ ტრანსფორმაციულ კოუჩამდე და ეხლა უკვე პოდკასტერობამდე. ტრანსფორმაციული გზა, მოდი ისე ვთქვათ, არსებობს ამაზე ხედვა, რომელიც მაშინ მქონდა, არსებობს ხედვა, რომელიც ეხლა მაქვს. ეს ხედვები არ ემთხვევა ერთმანეთს. ხო და ორივე გვჭირდება. ხო და მაშინ ჩემი პოზიცია იყო რასმერჩი სამყარო იყო ჩემი თემა, იმიტომ რომ რეალურად ისეთი პროცესები გავიარე, რომელიც ტრანსფორმაციის გარეშე შეუძლებელი იყო მაგ პროცესებიდან გამოსვლა. და ეხლანდელი გადმოსახედიდან ვიტყოდი, რომ ალბათ მადლი იყო ეს ყველაფერი, რომ გამოსულიყავი იმაში, რაშიც ვიყავი და დამეწყო ახალი ცხოვრება. და მესწავლა თავი. მე ვიტყოდი ესე მესწავლა არა, ჩვენ ყველამ ვიცით ავტენტურობა. ავტენტურები ვიბადებით. ეს მე უბრალოდ ბევრი არა ავტენტურობიდან გამომდინარე, ეს ავტენტურობა გავიწყდება. კავშირს წვიდა, რა ბევრნაირად შემიძლია თქვა ეგ. ხო და ბედა აგერ ავტენტურად, მეტად ავტენტურად, აბსოლუტურ ავტენტურობაზე მე თავს არ დავდებ. მაგრამ ყველაფერი ხო შეფარდებითია. შეფარდებით იმასთან, რაც ვიყავი და როგორ ცხოვრობდი, ბევრად ავტენტურ ცხოვრებას ვცხოვრობ დღეს და რაც უფრო მეტი ავტენტურობა არის ცხოვრებაში, მით უფრო მეტი სიმშვიდეა. ნაკლებ ბუღალტერიას დავატარებ, რომ მახსოვდეს სადავ ნაკლებად ავტენტური. კი, მაგაზე მახსენდება ალ პიტერსონი ძახდა ალ სემ ჰარისი, რომ მოკლედ როგორც მინიმუმო ტყუილის ართქვის ყველაზე დიდი პლუსი ის არის, რომ დამახსოვრება არ გჭირდება, რომ ეგრეალობაში სასახად პიტერსონის სიტყვები. სასახად, იმიტომ რომ ყურში მესმის ხმა როგორ ამბობს მაგას რა. კი, კი. მაგრამ ის არის ეს წიგნი, რაზეც ვიმჟელებ დღეს სინამდვილეში ამ წიგში ალბათ ერთ-ერთი ყველაზე მთავარი განმარტება, რომელიც ძვირფასი იყო ჩემთვის, რომ ავტენტურობა იწყება არა ავტენტურობის აღიარებით. კი. და ჩვენ ხშირ შემთხვევაში ადამიანს მე პირადად კაი არ გამაზოგადებ რა, ესე პირდაპირ დრუზო და ავტენტურობაში გადავრთულ სიჩქარე ხშირად არ გამოგდის. ხშირად მიწევს დაფიქრება, რომ ამ სიტუაციაში როგორ მინდა გამოვიყურებოდე, რატო ვაკეთებ, რასაც ვაკეთებ და მე მივხვდე, რომ აი კონკრეტულ რომელ იმიჯს ვემსახურები ახლა აქ, რომელ როლს ვამაგრებ და რომელ იმიჯს ვემსახურები და მე მაქინა გამომდინარე უკვე ხვდები საიდან რა არ ავტენტურობა მაქვს და ვამბობ, რომ აი ბიჭო, ხვდები მინდა ესე ვთქვა, მაგრამ სინამდვილეში მთლად მასე არ არის და აი მაგ სივრცეში რომ შევდივარ, მან მეხსნება ავტენტურობისთვის გზა. და ეგ დიდი აღმოჩენა იყო ჩემთვის ამ მეთოდოლოგიიდან, რომ შენ შეგიძლია ავტენტურობის დაწყება, არა ავტენტურობის აღიარებიდან ძალიან მნიშვნელოვანია
როგორც საწყისი წერტილი აუთენტურობისთვის. მე მახსოვს ამ წიგნის ავტორები ასევე ლენდმარკის დამფუძნებლები არიან, ერთ-ერთი სტივ ზაფრონი და ფორუმს რო გავდიოდი, მაშინ მახსოვს ეგ რო გავიაზრე, რომ არა აუთენტურობის დაწყება უბრალოდ იმის აღიარებით იწყება, რომ არა აუთენტური ვიყავი რაღაცნაირი თითქოს თან obvious ქართულად როგორ არის? ცხადი კონცეფცია და ამავე დროს და მარტივი ამავე დროს როგორ ესა გვავიწყდება ხშირად. კაი, რატო ბარემ კითხვაზე თითქოს და გაეცი თან კითხვას პასუხი, მაგრამ მაინც ჩაიგითხები. პირადად შენ მირჩე მე საერთოდ წარმოდგენა არ მქონდა არც ამ წიგზე, არც ამ ავტორზე და დარწმუნებულია რომ ამ ქვეყანაში ბევრმა არც იცის ეს და შეგიძლია გაგვიზია რომ როგორი გავლენა აქვს ამ წიგს იხაცაი შენ არსებულ ან ამ წიგში არსებულ კონცეფციას შენ ცხოვრებაზე, ლიდერობაზე, არ ვიცი პირად ურთიერთობაზე მნიშვნელობა არ აქვს. ამიტომ ჩემთვის ეს წიგნი ძალიან ბევრ ამაზე თვალის ამხელე იყო და რაღაცნაირი არ ვიყენებ ეს ხშირად, მაგრამ კარგი იქნება თუ გამოვიყენებ, როგორ თქვა, გაიდათ, ხო, გზამკვლევად, რომ იმიტომ რომ აი ხა თუ გადავავლე თვალი, ეგრევე ამოყარა რა. მე მოვიტან მეტაფორას რა. არ ვიცი, ალბათ თქვენს და მაყურებელსაც ახსოვს მატრიცა ფილმი. მე მაგრად მახსოვს. და ნეო პირველად მოკლედ ნეო რო ამოათრიეს და პირველად რო ბრუნდება მატრიცაში. და მანქანაში რო ზის და გარეთ რო იხურება, ამ კაფეში დავდიოდიო, გახსოვს ეგ სცენა? ანუ აი ესე მანქანიდან იყურება და ქალაქს რო ათვალიერებს რა. აი ამ წიგს დაახლოებით ეგეთი ეფექტი გონაჭებს. ანუ რაღაცა კუთხით იგივე პროცესებს ხედავ, ანუ გახსენდება რომ აქ თათფირზე დავდიოდი, აქ სტრატეგიას გამიხილავდნენ. არა სხვა თვალით. მაგრამ სხვა თვალით იყურები რა, აი ის ნეოსებური განცდა გაქვს, რომ თან ნაცნობია, იმიტომ რომ აქ ნამყოფი ხარ და ბევრჯერ განხილვების დროს ხან გაჩუმებულ ხარ, ხან გაგიხურებია და ხან რა გაიკეთებია, მაგრამ აი ეს წიგნი გეხმარება, რომ აი რაღაც აბსოლუტურად სხვა თვალით დაინახო ის მოვლენა, რომელსაც აკვირდები რა, იმიტომ რომ იმ მოვლენას გიშიფრავ სხვანაირად. აბა შევალ თითო კანონში ცალ-ცალკე, რაც 3 კანონია აქვს. და ამ კანონებიდან და ამ განზომილი ამ პარადიგმას დავარქმევ რა არის პარადიგმა? არის აზროვნება, საიდანაც აფასებ, უყურებ რეალობას, მოვლენას და აფასებ მას. ამას ვეძახი მე პარადიგმას. ამ სხვანაირ პარადიგმას გაძლევს სინამდვილეში და აი იმ გადმოსახედიდან ის განცდა არის, აი ნეიროქალაქს უყურებს ეგრეა ზუსტად. აი მეტაფორა. მაგარი მეტაფორა და პარადიგმაზე გახვედი და პირველ კანონში შევარდები, მაშინ იგრევე მაქიდან, იმიტომ რომ ზუსტად მაგაზეა, რომ პირველი კანონი არის ადამიანის შემოქმედების ხარისხად გადავთვალოთ პერფორმანსი. მაგრამ კომენტარებში თუ ამის თან სხვა შორის კი ბარემ რაღა კომენტარები, აგერ საშას აზრი მაინტერესებს რა. მე ჩვენ პირადად არაერთხელ მაგრად გაგვიჭირდა პერფორმანსის იმ კონოტაციით გადარღვნა, რა კონოტაციითაც ვიყენებთ, ესე ინგლისურად რო ვიყენებთ. აი შენ რას უზამდი აქ სიტყვას? ხო მე დავჯახები ვარ თავისთავად ამას. იმიტომ პერფორმანსი ქართულად ჩვენ რო პირდაპირ ბარბარიზმად ვიყენებ პერფორმანსს, კონცერტისკენ მივდივარ. კი, და მაგით ვამბობ კონოტაციაზე, მაგრამ როგორ რაღაცა არის, იცი, სინამდვილეში არ აქვს ზუსტი თარგმანი, იმიტომ რომ პერფორმანსი არის რეალურად თან პროცესი და თან შედეგი. კი. და შედეგად რო უყურებ წარმადობა, პროცესად რო უყურებ პროცესია რა, რაღაცა საქმიანობა, ეფექტიანობა. ხო. და ამიტომ ესეთი ზუსტი შესატყვისი სიტყვა არა გვაქვს და ამაზეც მაგრამ ახსენდება მაგარი ისტორია 2016 წელს საქართველოს ბანკის მენეჯმენტი ვართ კოუჩინგ სესიაზე. იმ კოუჩინგ სესიაზე ძალიან მაგარი კვალიფიციური რაღაც ენსიადის პროფესორი კოუჩი ჩაბოსულია და გვიტარებს სესიას და იქ განვიხილავთ სიტყვა ემპათიას. და ну არავინ ხოხმა მაღლა არ აღიარებს რომ ემპათია რა არის ის და მოკლედ დაახლოებით გამოვიდა 2016 წელია და ყველანი ChatGPT ჯერ არ არის, բայց დავაზუსტებ და ყველანი ვგუგლავთ რა არის ემპათია რა და ახლობით რომ მივხვდე რა და მიშა გომართელი გამოვიდა გენიალური ფრაზმას ყოლად სასწაული იუმორი ახასიათებს და გამოვიდა და ბიჭო ეთყობა არ გჭირდება ქართველებს ემპათია ყოველწლიურად და სიტყვა და ძელია შეედაო მაგარი ადამიანები მაგარი კიდის არგუმენტი იყო არა სასწაულო ბიჭო ეთყობა არ გჭირდება ქართველებს ემპათია ხო გამოვიგონებდით რაღაც სიტყვა რეალურად ემპათიაც არ ითარგმნება ზუსტად იმიტომ რომ ეს თანაგზნობა და თანადგომა და ყველაფერი ბოლომდე არ გამოხატავს ემპათიის აზრს. მაგრამ
დია კემაინც რაღაცნაირად შემოვიდა თითქოს ბარბარიზმად რჩება შეიძლება, მაგრამ რაღაცნაირად შემოვიდა ენაში და პერფორმანსი არსებობდა რა ემპათია. რაღაცა პერფორმანსი ხო და მოდი რომ დაუბრუნდეთ კანონს, ანუ ადამიანის პერფორმანსის შემოქმედების ხარისხი განპირობებულია თუ როგორ აღიქვამს ის მოცემულ გარემოებას. აი პარადიგმა არის გამოდის, ხო? ანუ რეალურად შენთვის როგორი პარადიგმით ან რა პარადიგმიდან სიყურები და შენ როგორ გესმის ეგა? და რამე ისტორიაც გაგვეხარდებოდა თუ მოყვებოდი. მოდი ჯერ დავიწყოთ იქიდან რომ ეს ამ კანონს შემოაქვს, ამ განცხადებას შემოაქვს ძალიან მნიშვნელოვანი თემა, რომელსაც მოკლედ ჩვენ ადამიანები ზოგადად, ვინც ესეთი ტიპის მოდი ესე ვთქვა სწავლებებს, წიგნებს, ლიტერატურას, რაღაცებს არ სწავლობს. ადამიანი რომელიც ხედავს რეალობას და მას აღიქვავს. ეს აღქმული რეალობა გონია რეალობად. მოდი აქედან დავიწყოთ. ანუ ჩვენ როდესაც მოდი ანუ ფაქტია რაღაც მაგალითად არის აი ეს ჭიქა, ხო? მე ამ ჭიქას რო უყურებ, ჩემი ხუთივე გრძნობის ცენტრები მიდის ჩემ მეხსიერებამდე და მეხსიერებიდან მოაქვს რაღაცა ინფორმაცია ამ ჭიქის შესახებ. ანუ რო ის ჭიქაა, რომ მას რაღაც მახასიათებლები აქვს და ასე შემდეგ. ანუ ჩვენ იდეაში შენ შეიძლება აი შენ რო იქეთ ამ ხრიდან ხეჯოისით შენ განსხვავებულ კუთხეს ხედავ, შენ ცალსახად სხვა ჭიქას ხედავ. და მეორეს ერთი ის ჭიქის აღქმა რაც მე მაქვს და შენ რა აღქმაც გაქვს ჭიქის შეიძლება სულაც არ იყოს ერთი და იგივე. მაგრამ ჩვენ ვიქცევით ისე, ჩვენ გვჯერა ისე რეალურად გონია მთავარი პარადიგმა და რა პარადიგმას, რა მიღებულ პარადიგმას ებრძვის ეს პარადიგმა, ეგ მინდა ვაჩვენო, იმიტომ რომ ყველაფერი კონტრასტშია საინტერესო. ანუ თავად აღებული ეს სტეიტმენტი არ არის ეგრე ფასეული თუ არ აღვიქვით ჩვეულებრივად ადამიანი როგორ აღიქვავს. ჩვენ ყველანი გამოვდივართ ესეთი პარადიგმიდან, რომ არსებობს რაღაცა რეალობა, კონკრეტული რეალობა და ჩვენ ერთმანეთს უმტკიცებთ ადამიანები. რომ ჩვენ ამ რეალობას უკეთესად ხედავთ ვიდრე სხვა. ჩემი კუთხე ჯობია შენ კუთხეს. რაღაცა კუთხე და ჯობიაც არ არის. მე ვხედავ და შენ რა პონჩი არ ხედავ. ანუ ეს ხო ცალსახად ეგრე, ანუ ჩვენ გამოვდივართ, მოკლედ ადამიანი, რომელმაც გაიარა ჩვეულებრივი იმ განათლების სისტემა, რაც გავიარებმა, მათ შორის უცხოეთში სწავლას და MBA-ს გაკეთებას და ყველაფერი, ჩვეულებრივად ადამიანი გამოდის იმ პარადიგმიდან, რომ ის როგორც აღიქვავს რეალობა უდრის რეალობას. აი ეგ არის მოგება default პარადიგმა, ანუ ის პარადიგმა, რომელიც მიღებული საზოგადოებრივი შეთანხმება არის, რომ ჩვენ თითოეული ჩვენთაგანი ფლობს თავი სიმართლეს და უმტკიცებს ერთმანეთს სიმართლე როგორია. და ეგ არის ყველა უთანხმოების, ყველა კონფლიქტის, ყველა ომის ყველანაირი უბედურების ადამიანებს შორის ხდება ზუსტად მაგიტომ ხდება რომ ჩვენ გონია რომ ჩვენ ვფლობთ სიმართლეს. ადამიანის ეგო თავიდან ბოლომდე მე მგონი არაფერი სიტკბო არ არის მაგაზე დიდი ეგოს მკვებავს სიტკბოს მეტაფორას ვიყენებ რომ სხვას დაუმტკიცო რომ მე მართალი ვარ და შენ თქვენი ხარ. აბად ეს არის ყველაზე დიდი საწვავი ეგოსთვის რომ მე დაგიმტკიცო რომ მე მართალი ვარ და იმ რა ფასი დამიჯდება სიმართლე ცოტა სხვა თემა არის, იმიტომ რომ ფასი გიჯდება ურთიერთობა, სიახლოვე, ღიაობა, ნდობა, რავი, რამდენ ფას ვიხდით ამაში. იმას ისეთი სიტყვა მოაქვს ეგოსთვის, ისე კვებავს, რომ ჩვენ ვიკიდებთ თლიანად რანაირი ფასიც არ უნდა კონდეს და მივდივართ იმისკენ, რომ ოღონდ განვიცადოთ, რომ ვართ მართლი. და ეს პარადიგმა გეუბნება, რომ პერფორმანსი ორგანიზაციაში არის აღქმული, ანუ აღქმარი და მან ნიშნული სიტყვა ალბათ თელამ წინადადებაში არის აღქმა. ანუ შენ მიგითითებს რომ სიმართლე არ არის, ის არსებობს აღქმაში. და თუ აღქმაშია, უშვებს იმას რომ ლევან შეიძლება სხვა აღქმა კონდეს, გივის სხვა, საშა სხვა და ამ აღქმებში ცხოვრობს პერფორმანსი. და საბოლოო ჯამში ეს აღქმა არის და თუ მივიღეთ რომ ეს სიმართლე არ არის ჭეშმარიტება, არამედ აღქმა არის,
იქ იხსნება შესაძლებლობა, რომ გავაგრძელოთ დამოკიდებულება პერფორმანსთან, როგორც აღქმასთან. ანუ მაგალითისთვის, თუ მე მქონდა თვის გეგმა, გასაყიდი და მოვედი სამსჯელოდ, რატო დავპირდი ჩემ მენეჯერს, რომ გავყიდო 100 წყვილი ფეხსაცმელი და გავყიდე 80 თუ 70 თუ 120, მაგას უშუალო არ აქვს. იმ მომენტში მე მაქვს აღქმა ამ სიტუაციის, რატო მოხდა არა 100, არამედ 80. ტიპიური მოდი ორგანიზაციული პერფორმანსის кейსი მოვიყვანოთ, ხო? თვის გეგმა. ხო არის ეს. მე მგონი რომ ყველასთვის არის. ყველას ესმის თვის გეგმა რა არის. და ყველას ესმის თვის ბოლოს რომ თვის გეგმაზე პასუხი გასაცა. კი. მაგრამ თელი მუღამიც ეგ არის რომ წარმოიდგინე შეიკრიბა CEO, კომერციული დირექტორი და ვთქვათ, არ ვიცი, ფილიალის დირექტორი, მოდი ესე ვთქვათ. და სამივეს აქვს თავისი აღქმა რა მოხდა. ანუ რატო არ გაიყიდა 100 და გაიყიდა 80. ესე იგი სამივე აღქმა არის კონფლიქტში ერთმანეთთან და ჩვენ ამ კონფლიქტში დავიწყებთ ერთმანეთისთვის მტკიცებას, რომელი ეს აღქმა არის, ოღონდ სამივე ჯერა რომ სიმართლე უჭირავს. სამივე მართალია ხა. სამივე მართალია. სამივე მართალია ადამიანის ის ოთახში. კი, ანუ ალალ მართალი ჯგუფი გახსოვს ექსის ვორქშოპზე. ეგ არის საყვარელი მდგომარეობა, როდესაც სამივე მართალია. წინა ეპიზოდში მოვყევით ზუსტად მაგ თემაზე. სხვათაშორის იცი რა, მე მაქინან გამომდინარე ხვდები, რატო ადამიანები ხდებიან high achiever-ები, ანუ რატო აღწევენ წარმატებას? ანუ პაგონებს. იმიტომ რომ გაჯობო ჩემ სიმართლეში. ანუ სინამდვილეში მე დამატებით, ანუ ამ მიღწევით, ამ წარმატებით მეტი სტატუსი მაქვს, ანუ სტატუსი მაძლევს შესაძლებლობას, რომ ჩემი სიმართლე შენ სიმართლეზე მაღლა დავაყენო. და ეგ არის ერთ-ერთი მიზეზი, რატომაც დარწმუნებული ვარ, ადამიანები აღწევენ წარმატებას არა მარტო ბიზნესში, პოლიტიკაშიც. ანუ იმის ნაცვლად, რომ ვიყო გახსნილი, იმის ნაცვლად, რომ ვიყო მოწყვლადი, იმის ნაცვლად, რომ ვიყო ღია და ავტენტური, მე მოვიპოვებ ძალაუფლებას. რა მნიშვნელოვანი ძალაუფლება პოლიტიკაშია თუ ბიზნესში, ერთ და იგივეა. მექანიზმი ერთი და იგივე. და მე ჩემს საჭიროებებს დავიკმაყოფილებ შენ ხარჯზე. ხო. მარტო იმიტომ რომ შენზე მაღალი სტატუსი. ამ იერარქიულ სამყაროში. შენ სიმართლეს დამატებით წონას აძლევს შენი სტატუსი. კი, იმიტომ რომ რაღაცა მომენტამდე მოგისმენ და მე ვიტყვი რომ დავაი გააკეთეთ როგორც გეუბნებით. ანუ სტატუსი მაძლევს შესაძლებლობას რომ გითხრა და დავაი все მორჩით აქ ბაზარს ვაფშე რაზე ვლაპარაკობთ. все ჩემი ისე ვიში კოზირია, რა ჯოკერი, რა ძინდა ის დაარქვი. აი ეგეთ ალბათ ლოგიკური არ ვთქვა, ეგეთ ლიდერშიპში რა ემართება ორგანიზაციულ კულტურას. როგორ ფიქრობ? ბიჭო, შეიძლება ძალიან წარმატებული იყოს. ან სხვა საკითხია, მე ისევ და ისევ როგორ ვზომავთ, რა ემართება, რას ნიშნავს. შეიძლება ფულსაც წერდეს, შეიძლება ბაზრის ლიდერი იყოს. არა, კულტურაზე ვსაუბრობ, არა ფინანსურ. კულტურა ეგეთი, იცი რა, მე მგონია რომ მოდი ეს მე შემიძლია ხა ამაზე ვთქვა, რომ ეს არის ტოქსიური კულტურა, პირდაპირ, ხო? მაგრამ მოდი ჩესნა ვთქვა. მან არის თემა, რომ ეგ არის შეთანხმება, რომ მოსულა. ანუ მეც რო ვიწყებ ეგეთ კომპანიაში მუშაობას, მეც ხელს ვაწერ, რომ მე ბოლოს მიმითითებენ. და მე ამაზე ოკეი ვარ. თორე წავიდოდი. გამორიცხული. ანუ ჩვენ უმეტესივად ჩვენი ორგანიზაციების 90% თუ არა მეტი, მაინც 1%-ს დავიტოვებდი თუ 10%-ს თუ ამდენი ვთქვი, არის მოწყობილი იერარქიულ ავტორიტეტზე. ანუ ავტორიტეტი არის ადამიანი და არა იდეა. მოდი ახსნი. აი, კაი რამ შემოიტანე. აი, შეხედე. სხვადასხვა ეგ არის სხვაობა ლიდერობას და მენეჯმენტს შორის. კლასიკურ. ოღონდ ადამიანის მენეჯმენტზე ვლაპარაკობ, არა ეხა ფინანსების მენეჯმენტზე და რაღაცებზე არ ვლაპარაკობ, ხო? ანუ რეალურად ლიდერები მაქსიმალურად ქმნიან იდეებს და ჩვენ ვეჯიბრებით ერთმანეთს ან ეს იდეა როგორ გავახორციელოთ უკეთესად. და ოკეი არის, მაგას შევეჯიბროთ, რავი, ზოგჯერ შენი იდეა გაიმარჯვებს, ზოგჯერ ჩემი იდეა, ზოგჯერ საერთო იდეა და ოკეი არის. მაგრამ მან ეხლა რაზეც ვლაპარაკობ და ისეთ კულტურებში და ჩვენი ორგანიზაციების უმეტესობაში იდეებისთვის ბრძოლა არ არის, ავტორიტეტის მოწონების ბრძოლა არის.
რას ავტომატურად მივყავართ ფსიქოლოგიურ ბავშვობაში. იმიტომ რომ რეალურად ავტორიტეტი იყო მამა, დედა, ან ორივე ერთად. და მე მთელი ბავშვობა ბრძოლობდი რომ მოვეპოვებინა ამ ავტორიტეტის ყურადღება და სიყვარული. ორი მთავარი რამე ჭირდება ბავშვს. ყურადღება და სიყვარული. მეტი რა ჭირდება. ნუ გულწრფელი ინტერესი კიდე და მეთამაშონ და აზრი მაინც მკითხო დღეს ისი ჭამა მინდა თუ ისი ჭამა. მაგრამ ეგეც ყურადღების ნაწილია თან და თავს ფლებს ალბათ კიდე. გულწრფელად ვთქვათ რომ ჩვენ საკმაოდ ავტორიტარულ ოჯახებში ვართ გაზი. ჩვენი მშობლები ითვლებოდნენ უპირობო ავტორიტეტებად. და როდესაც ეს ავტორიტეტი არსებობდა, მოდი ესე ვთქვათ, მე თუ ჩემ თავზე არ ვიმუშავე, მე თუ ფსიქოლოგიაში, კოუჩინგში, ტრანსფორმაციაში, რაღაცა თვით შემეცნებაში, რაღაცა თემებზე არ მაქვს ნამუშევარი, მე გაუცნობიერებლად ისევ თამაშობ კარგი ბიჭის და გოგოს როლს. უბრალოდ ეხლა აქეთ დედა და მამა არ მყავს, ეხლა მყავს ბოსი. ხო? და ის ბოსი არის ჩემთვის მშობლური ფიგურა. ფსიქოლოგიურად მშობლური, გასაგებია მშობელი არ არის, მაგრამ ხო. რეალურად ჩვეულებრივად პატარა ბავშვის და მისი მშობლის დინამიკაში ვრჩები და ურთიერთობა ამ ადამიანთან როგორც ჩემ მშობლად. მომიწონე რა მამა. მომიწონე, დამაფასე მამა, ბონუსი მომეცი რა მამა. ისა რა ქვია რა, შემაქე შემაქე რა, დაინახე რა მაგრამ ვაკეთე. თქვი რომ ყველაზე კარგად გავაკეთე. ეგ არის. მეტი არაფერი არა. ეგ კი არა, ეხაც ცდილობ და ვიჭერ ჩემ თავს და ხვდები ცნობიერი და იმიტომ რომ რაღაცა გზები გვაქვს გავლილი მათ შორის ერთად მე და შენ ვაცნობიერებ რომ შვილთან ურთიერთობაში უცებ ჯიბიდან ამ ჩემ კოზირს ავტორიტეტს ვიღებ ხოლმე ისეთ თემაში რომელშიც რომ დაფიქრდები რატო აკეთებ კითხვა არ მაგარდა იმისა რომ უბრალოდ მინდა რომ ჩემებურად აკეთებდეს იმას რაც საერთოდ არაფერ შუაში არ არის არც ავტორიტეტთან არც მის უსაფრთხოებასთან არაფერთან საერთოდ და მე ვაცნობიერებ რომ ანუ ეხა რა მინდოდა უბრალოდ და კაი მამა მიდი ანუ როგორც გაგიხარდება ისე გააკეთე რაღაცა რაღაცა ბუნებრივი მოთხოვნილებაა მე მგონი ეს ჩვენი რა არის ანუ მარტივად არის ჩვენი თუ ესე გავშიფრეთ რომ ჩვენი შინაგანი მშობელი რომელიც ყველას გვყავს როგორც ნაწილი ხო ჩვენი შინაგანი მშობელი თავიდან ბოლომდე აღზრდილი არის ჩვენი მშობლების მაგალითზე ანუ ჩვენ გაცნობიერებთ თუ გაუცნობიერებლად ვიქცევით როგორც ჩვენი მშობლები ეგ აპრიორში ეგრეა რამე პროტესტის ნიშნად სხვანაირად სპეციალურად არ ვაკეთებთ მაგ დროს თუ ეგეც მაგის ნაწილია რა საბოლოო ჯამში ეგეც იგივე ნაწილი რაღაცისა წინამდებოდ რომ ვაკეთებ მაინც ამომავალი წერტილი განპირობება ხდება ჩემი მშობლის ქცევის მოდელი ამოძრავებელი ისევ შენი მშობლის ქცევის მოდელია უბრალოდ ვებრძვი რა და უკუღმა მიდიხარ ანუ რევერსული სიარულია მაგრამ სინამდვილეში ისე და ისე ჩემ მშობელს ვებრძვი და რაღაცა კუთხით მე მივედი ამდენი წელი ფსიქოთერაპიის შედეგად რომ ჩვენი ბავშვური ნაწილი გინდა არ გინდა შურს იძიებს თავის ბავშვობაზე. შურს იძიებს მშობლებზე, შურს იძიებს თავის თავზე, ყველაზე იძიებს სამყაროზე, ღმერთზე, ყველაზე შურს იძიებს იმ ტკივნეული ბავშვობისთვის ას გაიარა. და იმ ბავშვს არ აინტერესებს, მას უნდა რომ პროსტო შური იძიოს. ოღონდ ისევე ეს დასულ ნაწილებს ეს ძალიან დიდი ფასი უჯდება. ჩვენ ვანგრევთ ოჯახებს, მივდივართ სამსახურიდან, ვაკოტრებთ ბიზნესებს, ასავშვებით, ნუ ზუსტად დიდ ცხოვრებაში, ეს ყველაფერი დიდ ცხოვრებაში აისახება. მაგრამ ზუსტად იუნგი მაგიტომ ამბობდა რა, ლევან, მე ვეთანხმები შინაგანად იუნგს, რომ ერთადერთი მთავარი პრობლემა ადამიანის რო არის გაუცნობიერებელი. ანუ ეს გაუცნობიერებელი პადვალი იმხელა გვაქვს სარდაფი. იმენი რაღაცა გვაქვს ჩატენილი შიგნით. რომ შენი ცნობიერად ცხოვრება არის 5-10%, აი ნავარჯიშები ადამიანი 10% იცხოვროს ცნობიერად. გაუვარჯიშებელი ადამიანი 5% თუ ცხოვრობს. მაგდენისკი შეიძლება 90%-ით გმართავს გაუცნობიერებელი და რავი, აგ 10 წელია, 12 წელია ჩემ თავზე მუშაობდა. დღემდე ჭოლებრივად აღმოვაჩენ ჩემ თავს ისე გათხრილს პატერნებში, გაუცნობიერებელში, ისე აღმოვაჩენ რომ როგორც არაფერი და ეგ არის რა მთელი ცხოვრების გზა არის და ვერც გამოთხრი ბოლომდე რა თამწვერვალის გარეშე რა და რაღაცა კუთხით და დაუბრუნდე თემას და იმ პირველ კანონს რა ისევ და ისევ უბრუნდები პარადიგმა და ეგ არის ყველაზე მნიშვნელოვანი რომ პარადიგმა არის რომ არსებობს რაღაცა ჭეშმარიტება სიმართლე მე მას ვხედავ და შენ ამას ვერ ხედავ არსებობს თუ არა მაშინ ხა მე რა კითხვა გამიშთა პირველი კაი მე ჩემი სიმართლე მაქვს, შენი სიმართლე მაქვს, გივის თავის სიმართლეა. და ობიექტური სიმართლე რამე არის, რაზეც შეგვიძლია რომ აღარ პარადიგმის კუთხიდან კი არ შევხედოთ, მაგრამ მე ვთქვათ რომ ხო, ესეა.
მე ხა ფიზიკურ სამყაროში რო აქ დგას მაგიდა ცალსახად არის ობიექტური სიმართლე, მოდი ესე ვთქვა. მაგრამ ეს ხა დგას ისეთი თემა არის, ხა ფიზიკოსი მოვა და იტყვის, რომ არ დგასო და აქ მოლეკულები დადისო. ანუ ტექნიკურად რო შევხედოთ, მაგრამ ჩვენ შეიძლება ახლა კაი რაღაცა არის. ჩვენ შეგვიძლია შევთანხმდეთ, რომ სამივესთვის მაგიდა დგას ეხლა ოთახში და ოკეი, შენთვის ოკეი არის, მაგიდა არის, შენ სიტყვი ოკეი ხარ და ჩვენ სამივე შევთანხმდებით. აი ესე ნაბიჯ შეგვიძლია რეალურად შევხედოთ ფაქტებს. ანუ ფიზიკური სამყაროს ფაქტებს. იმიტომ რომ დანარჩენი ყველაფერი არსებობს ჩვენ თავში და მოდი ახლა ჩესნათ ვთქვა რა, რომ ყველა ადამიანი არის მეზღაპრე. სასწაული მეზღაპრეა. ჩვენ თავში იმხელა დრამებს ვდგავთ და ისევ ამ დრამასაც დიდი ბენეფიტი. მნიშვნელოვანია რომ ვთქვათ, რომ დრამას აქვს ბენეფიტი. ბენეფიტი დრამის არის ემოციური განცდები. აი რა სარგებელი მოაქვს მაგ დრამას? რამ ცოცხალი ხარ, ლევან. დრამაში განიცდი ზიზღსაც, ბრასსაც, იმედგაცრუებასაც. მე მიდიხარ შენ მეგობრებს უყვები, მე იმათთან განიცდი ამ დრამას, მე იმათგან მიიღებ ემპათიას, ან რაღაცას, ემპათიის შემსვლელ რაღაცას, ან თავისგან საღოს რაღაცას. მოკლედ ის არის რა თელი სპექტაკლი შექსპირი ხო ყველა რამბობდა რომ ცხოვრება თეატრია და ჩვენ ამ სპექტაკლში ცხოვრობთ ანუ სიამოვნებაში ეგრე ადამიანი მე მგონია რომ ჩვენ ნაკლებად გვასწავლეს სიცოცხლის განცდა იმიტომ თვითონ არ იცოთ მოდი ეს ჩვენ მშობლებისგან მივიღეთ მემკვიდრეობით ისაც გქონდათ ხო ჩვენც ალბათ იმას მივცემ ჩვენ შვილებს რაც გვაქვს რა ზუსტად იგივე ამიტომ რაც არ გაქვს იმას ხო და მემკვიდრეობით მივიღეთ ზღაპრები რა ეს აი ნაცვლად იმისა რომ ფაქტს უყურო ამ ფაქტს მაქსიმალურად მოვაშორო ჩემი ინტერპრეტაციები ფაქტების ზემოდან რაც დავაშენე ინტერპრეტაცია მე რა არის ინტერპრეტაცია მარტივად რა გივი ჩაჩურჩულა რაღაცა ლევანს და მე ამას ხედავ და გივი ჩაჩურჩულა და მე ამ დროს პირველი ჩემი დასკვნა იყო ისინი ჩემზე ჩურჩულობენ მე არ შემიძლია ან ჩემ twins არ შევ აბა რა აქვს დასამალი ანუ ჩემზე ჩურჩულებენ და შეიძლება რავი გივი მითხარ რავი ბიჭო ვეიპი დამჩაო რა თუ რაღაცა დამჩაო ანუ რაღაცა უთხრას უსხვა მაგრამ ჩემმა twinმა ამას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა რატო შვება ამას twin ეგ უნდა გავიგოთ რატო გვაქვს კატასტროფული აზრი ფსიქოლოგები ეძახიან ამას კატასტროფიკ თინკინგს ხო კატასტროფული აზროვნება კონკრეტული დანიშნულება აქვს ჩვენი წამყვანი ინსტინქტი არის თვითგადარჩენა ამიტომ ორგანიზმი თვითგადარჩენის პრიზმაში ყველაზე სულ სცენარს აიღებს და მოემზადება უბედურებაც ეგ არის რომ ცხოვრებაში 90% ფალშსტარტი არის ამ მომზადებას ანუ რეალობა ეგ არის ჩვენ გაცილებით უხარისხო ცხოვრებით ვცხოვრობთ ემოციურად ვიდრე სინამდვილეში გვაქვს ხო კი რადარიგა სტოიკების არის ხო რომელსაც ნათქვამი რომ მისი ტანჯვის უმეტესობა თავშია ვიდრე რეალობაში ცალსახად ეგრეა მაგრამ ეგ მექანიზმი ეგრე არის მოწყობილი და ერთ რაღაცას ვიტყვი რა სენეკას ნათქვამია მე მგონი ხო როცა ხვდები რა გიდევს თავში რომ როგორც ლენდმარკი ამბობს storytelling მანქანა რო გაბია კი ავტომატური განპირობებული ხმა ხო და ამას რო ხვდები ეს ძალიან განთავისუფლება ხვდები რომ რაღაცა მექანიზმი გაქვს ჩართული გაქვს არ შეგიძლია გამორთო ერთადერთი შეგიძლია შენ თავს უთანაგრძლო ანუ იმ მომენტში ეს მექანიზმი რო ირთვება და დრამას რო დგავს შენ ამოაცალო შენი ყურადღება და ის ყურადღება რა ვიცი დაამიწო გადართო, რავი, რაც გინდა ის გააკეთო, მაგრამ არ მიცე საშუალება ამ დრამას მოგიცვა შენ. იმიტომ რომ ეს დრამა მინდინეს იგივე კინოთეატრში რო შეიხედო, ამ ფილმის ყურება არ მინდა და გამოხვდეს რა, აი ეგეთი რამეა და იმ კინოს ვერავინ ვერ აჩერებს. მოდი შევხედოთ ეგრე, ამით შეუძლებელია. იმის დანიშნულება არის შენ გაჩვენოს პერმანენტული უჟასების ფილმი, იმისაც რომ შენ სულ მზად იყო უჟასისთვის და ყველგან გადარჩე. მე სხვა დანიშნულება არ აქვს. რა ის fulfillment-ი და რა ის happiness-ი და რა ამას ამ მექანიზმს ეგ არ შეუძლია. და საბოლოო ჯამში სხვა მექანიზმი ამის საპირწონე თუ არ განვავითარეთ ჩვენ თავში. მაშინ განწირულები ვართ აი ამ ავტომატური ჩატერის თუ ავტომატური რაღაცა დრამების დამდგმელი რეჟისორის ხმის მოსმენა, რომელიც არ თავდება არასდროს ყველა სიტუაციაში. როგორ გამოვიდეთ, ან როგორ
გავუმკლავდეთ მაგ ავტომატურ ხმას, შინაგან ხმას თუ რაც ქვია ამ twins, რომელიც ყველაფერზე დრამას დგამს და არ ჩერდება არასდროს თან. სულ აი რა მახსენებს ხე რომ მოკევი გუშინ ვიყავი ჯიმში და ზოგადად რამოდენიმეჯერ დავაფიქსირე ჩემი თავი რომ ვიღაცები რომ ცოტა ერთმანეთში ჩუმად რაღაცას დაილაპარაკებენ ჩემთან ახლოს მდგომები ჯიმში სულ მგონია რომ მე რაღაცას ისეც არ ვაკეთებ და ჩემზე ლაპარაკობენ და მე ვიხსენებ რომ აი ვის რაში ადარდებ უბრალოდ ეხაში გააგზელე საქმის კეთება და აი ეთი წოდი ეხლა ლევან წარმოიდგინე უმეტესობა ადამიანი ისევ და ისევ ვითვალისწინებ არავის არ გამჟიჟი და არავის შეურაცხყოფა არ მინდა მივაყენო მაგრამ თუ არ იცი შენ გჯერა რომ ეს ხმა შენ ხარ კი აი გუნა მეთქო მაგას ფიქრს ვეძახით გონია რომ ეს ფიქრია ჩვენი ჩემი ფიქრი ეგრეც ვეძახით მე ვიფიქრე ხო ესე ვამბობ ხო მექანიზმა იფიქრა ხო არ არც ჩვენთაგანი არ ამბობს რომ მექანიზმა იფიქრაო ვინმე ამბობს რა არის მას მექანიზმი ჩვენ ხო არ ვლაპარაკობთ კაცო მე ტელევიზორის ხმით უთხარი ჩემ თავს ხო არ ვეუბნებით ეგეთ რაღაცას სასახად ეგ არის რა ანუ მექანიზმია მაგრამ საქმე იმაშია რომ თელი განათლების სისტემა დგას იმაზე რომ გასწავლოს აი ეს ცოდნით გამოგტენოს რომელიც იქიდან 2/3 არ გჭირდება დავაზუსტებ არაფერში არ მოგვადგება და გასწავლის იმას რომ ინდო შენ ფიქრს და ანალიტიკურ აზროვნებას და ანალიტიკურ უნარებს ეძახიან კიდე ანუ ამ უნარს კიდე აფასებენ ორგანიზაციებში და ცალკე critical thinking-ი და ისეს გიჟები ვართ ტანის ამოსიანად და მაგას კიდე ვაფასებ და კიდე ვეძახით რომ რა მაგარი ტრეიტი ქონდა analytical thinker-ია ეს analytical thinker-ი მე როგორ მესმის ის თავიდან არ გამოდის ამ სასახად ეგრე მესმის რა აი ეხა მაიცა ეხა დაიბასკლა ჩაგეკითხო ანუ ანუ ანალიტიკა არ გვადგება არ გჭირდება აზროვნება არა გვაქვს ანუ ეს სულ ყველაფერი ხარ ჩვენ თქვი გამოდის რომ მე არაფერში არ ვარ ავტომატურად ხდება გეტყვი რა შეხედე ასე და უპირისპიროდ ორი რამ აბა ცოდნას ჯერ ესეთი ყველა ადამიანს აქვს ცოდნა და ყველა ადამიანს აქვს ცდომა რაღაც სიბრძნეზე და არ არის ეს ერთი და იგივე ახსნი. ნახე როგორ რაღაც არის. შენ ეხა ყველა სიტყვას ასას უსმენ, შეიძლება სავარაუდოდ აანალიზებ. მაგრამ ანალიზი რო გამორთო სინამდვილეში და ჩემს სიტყვებს მოусმინო ანალიზის გარეშე, შენ აღიქვა ამ სიტყვებს. არ გაგიჭირდება. ანალიზი უნდა გამორთო. ანუ ეგ უნარია, ანუ გულისხმობ რა ამას ვარჯიში ჭირდება, ეგ არ არის ადვილი თემა. მაგრამ მე ხშირად უბრალოდ თვალს ხუჭავ და ვცდილობ უბრალოდ სიტყვა შეუშვა და გამოუშვა. ანუ არ ჩავრთო ანალიზი. ეხლა თვალს აღარ ხუჭავ, ანუ ვივარჯიშებ ბევრი წელი რო ეგრე მოусმინო და ეხლა შემიძლია ჩაოლებრივად მოусმინო და მესა თვალი არ დავხუჭო. ანუ ანალიტიკა როცა მჭირდება ჩავრთავ და როცა არ მჭირდება ვრთავ და უბრალოდ უსმენ. ხო ხვდები? და რატო არის ეს ანალიზი მნიშვნელოვანი? ხე ანალიზი ეფუძნება წარსულ გამოცდილებას. აბა ანუ სულ წარსულ გამოცდილებას ეფუძნება. ანუ სულ მიდის ჩემი ტვინი წარსულში, წარსული ცოდნა, წარსული გამოცდილება რაც კი მქონია, ანალიზი ეფუძნება ამას. და როდესაც მე ჩაოლებრივად ორი რაღაც არის. პირველი მე ვისწავლე რომ პროსტე ინტერესით შევხედო რაღაცას თითქოს რა არ ვიცი. აი არ მინდა რა არქივიდან არაფრის გამოტანა არ მინდა რა მინდა თავიდან გავიგო რა არის ჭიქა. და შემიძლია ეს ჭიქა ყავა დავლიო. ანუ შემიძლია ჩაოლებრივად აი ნახე ჩემი ტვინი გამოიტანს შაბლონს საშა ეს არის ჭიქა. ანუ არანაირი ინტერესი არ ანუ ტვინი არის ენერგოეფექტური ორგანო. ხო. ტვინს here and now-ში ამდენს რო ლაპარაკობენ ამ here and now-ზე. ტვინს საერთოდ არ უნდა here and now-ში ყოფნა. პირიქით არის. პირიქით არის. ერთის ყველაფერს აკეთებს რომ არ იყო here and now-ში. ყველაფერს აკეთებს რომ შენ შაბლონებთან იყო. ხო. ანუ ტვინი ყველაფერს აშაბლონებს, ყველანაირ ცოდნას გამოცდილებას აშაბლონებს და მე საქმე გაქვს არა ობიექტებთან და ადამიანებთან, არამედ შენს წარმოდგენას ადამიანებთან და ობიექტებზე. ოჰო. მოყვები თუ არა? მოყვები. ნახე საშას კი არ ელაპარაკები. შენ ოპერირებ საშაზე წარმოდგენით. რეალურად შაბლონები გაქვს საშაზე, გაწერილი, რავი საშა, ასეთი. ყველაზე გვაქვს.
კი, საკუთარ თავზეც. ყველაზე და ვოპერირებთ, არა, საშას კი არ უსმენ. რა არის ბაიას მოსმენა? რა არის განპირობებული მოსმენა? ჩემი ტვინი საშას ნათქვამში ეძებს რა ემთხვევა მის წარმოდგენას საშაზე. აი ეს არის ბაიას მოსმენა. ანუ ბაიას confirmation-ი რა არის? ანუ რასაც უზნაზე ეძახდა იმეს, რა ქვია, განწყობის თეორიას. რა არის განწყობა? მე გივიზე მაქვს რაღაც წარმოდგენა, რომ გივი არის ასეთი A B C D E F რაღაცები და მე დავჯექი და გივის უსმენ ამ გადმოსახედიდან. ანუ ჩემი ტვინი ზის, გივი არის ჭკვიანი, ამიტომ მე გივიში ჭკვიანობას ვეძებ. კი. მე გივი არის ასეთი და პოულობ და ყველა ჯერზე. ხო, ამას რა მოაქვს? ამას მოაქვს კონტროლის განცდა. კი. რომ მე ვაკონტროლებ რეალობას, ეს პეტერსონი ლაპარაკობს. კი. იმასში 12 რუში, ხო? ანუ ერთ-ერთი თემა ადამიანის არის კონტროლის გაცდა რეალობაზე. ანუ ჩემი ტვინი მოწადინებული არის გივის ნათქვამში გაიგონოს ის, რაც გივიზის ჯერა. ოღონ ტვინს აქ კიდე ერთი რაღაცა უნდა ვთქვა და всё, დამისვიდეთ. შეხედე ტვინს რა აქვს. მაგალითად sorry for ხოშერ, ზოდა ბედ მაგალითი. გივი მიპროჯა. აჰა. თქვათ, ერთხელ. ხო. მაგრამ ტვინი ეგრე კი არ იმახსოვრებს. მემორი ეგრე არ არის მოწყობილი. ტვინი არ იმახსოვრებს, რომ გივი ერთხელ მიპროჯა. ტვინი იმახსოვრებს, რომ გივი პროჯია. და რა დასკვნა გამოვიდა მე წავა ჩემი ტვინი და გივის ნათქვამში დაიწყეს პროჭობის აღმოჩენებს. ყველა შემდეგ ნათქვამში. ყველა შემდეგ ნათქვამში. ნიშნობა გივი სულ რო გადამყვეს. გივი სულ რო სიყვარულის მოტანა უნდადეს და რავი ფული უნდა რომ მაშინ. როგორ უნდა მაშინ? ეჭვის თვალით შეხედავს. სულ ყოველთვის მექნება რაღაც ენგლ. მეორე. ხო. გივის ამ დროს აქვს მეორე დაჯერება. საშას ჯერა რო პროჭია. და ისიც პროჭია თავაზუსტად. და ორი ადამიანი ზის წარმოიდგინე გარედან გამოიყურება როგორც აბსოლუტურად ჩვეულებრივი საუბარი, მაგრამ ორივე ჯერა რომ ამის დობა არ შეიძლება და მორჩა რა შესაძლებლობა უნდა გაჩნდეს ამ სიტუაციაში. არანაირი გამორიცხულია და ესე გამოგვაქვს დასკვნები რომ პროჭია არაერთგულია, მოღალატეა, არამეგობრულია, ტვინი ისევ თვით გადარჩენის ინსტინქტი, თული არასოდეს არ მისმენს, რამდენი ეგეთი დასკვნა გამოგვაქვს. უამრავი. ხო, აბსოლუტურად. ეხლა რომ დავიწყო ჩამოწერა ვერ გავათავე. ხო და ხო იცი, იმაში რო არის ავი სულიერებაშიც არსებობს პრინციპი, რომ რისის გწამს ის მოგეცემაო. კი. ანუ სულიერი პრინციპია, ყველა რელიგიაში არის. და შესაბამისად რისის მე თუ წამს გივი პროჭია, მე გივიში რას გამოვიწვევ პროს. კი. Sorry for my French. აი. მაგრამ ნუ სინამდვილეში ეგ არის, ანუ მე თუ მჯერა რომ გივი კეთილია, მე ვზივარ და გივისგან ვიზიდავ სიკეთეს. მოდი ვაგებთ ყველაზე გჯერა რომ გივი კეთილია. სალსა. მაგაზე დავა. გივი ობიექტი ერთიცოთი მე გივიზე მაგ როგორი ფრაზა იცი? Too good to be true. ეგრეა. აი გარი გივი ჩემს მოსვლის ერთსაც წავიკითხე იცი? შენზე იმას შენზე წავიკითხე ჩათო. გაბორ მათეს when the body say no წერა არისო კატეგორია ადამიანების რომელსაც ქვია too good to be true. მე გამახსენდა გივი. კი გივია. მართლა გივი. ანუ დაუჯერებელი სიკეთე აქვს. გადავიდეთ გივიდან რამეს ხო. მაგრამ ეხა შენასაც ყვებოდი. როგორ არესია? აი სკლითა. შენასაც ყვებოდი იყო პირველი კანონის ძალიან ნათელი მაგალითი რა. თუ ჩემს ეგრე იყო შეხოებში თუ აქმაში. გარემოება ხო. ხო, სიტყვიერად ვერ აღვიქვამთ, ეხა ეს ამდენი ვისაუბრეთ, პირველ კანონი იყო ეგ ყველაფერი. ეგ იყო ყველაფერი პირველი კანონი. ჩემთვის ეგ კანონი ცოტა ისეთ რამეს ყველაზე მნიშვნელოვანია ამ სამ კანონში რა და ალბათ პირველი მაგიტოა რა მაგითი იწყება ანუ შეუძლებელია ის ორი დააშენო თუ ეს არ არის რა ის ჩემთვის როგორ არის რომ ეხლა მაგის მეორეზე გადავალ პირველი კანონი არის ეგ და ეგ არის რომ გარემოება არის ახმული ხო და შესაბამისად მე ჩვენი შემოქმედება და პერფორმანსი განპირობებულია იმით თუ როგორ აღვიქვავთ გარემოება ჩვენ თავს შენ იმას ამას ზოგადად ყველაფერს მაგრამ მეორე ჩემი საყვარელი ეგ არის ჩემი საყვარელი არის რომ გარემოების აღქმა განპირობებული არის საკომუნიკაციო ენით და საკომუნიკაციო ენით იქმნება ეგ ყველაფერი და მაგაზე მინდა რომ ეხლა ცოტა მეტი ვილაპარაკოთ როგორ ანუ რას ნიშნავს ეგ რომ საკომუნიკაციო ენით იქმნება
აღქმა გარემოების ეგ როგორ მუშაობს? იცი მე ფორუმის დროს ამ მომენტზე უნდა ერთ-ერთი ყველაზე აჰა მომენტი მართლა ისეთი შტაბი რის დროს ფორუმის დროს ლენმარკის ფორუმის დროს ფორუმი რო გავაკეთე მაშინ მქონდა მართლა აჰა მომენტი როგორი აჰა მომენტი იყო ჩემთვის რეალობა გაიხსნა აი არ ვიცი ვისაც ფორუმი გაუვლია შეიძლება მიხვდეს იმიტომ თვითონ ამბობენ რაღაც მაცივარსო გამოაღებდა კანიონს რო აღმოაჩენო ხო გახსოვს ეგ ფრაზა და აი მე ეგეთი მომენტი მქონდა ამას მე სხვადასხვა ამ ახსნაზე პირველად გავიგე რომ ღმერთი იყო სიტყვა და სიტყვამ შექმნა სამყარო მან გავიგე ეგ ფრაზა ეგ მაგ ჩაწერილი ტელეფონში რომ აი მან დალაგდება და რა დამემართა იცი რომ ძალიან დიდი ხანი ვერ გამოვიდი მაგ შტაბის იცი აი როგორი განცდა მქონდა იცი ყველაზე ძლიერი იარაღი რომ მოგცენ სამყაროში მაგრამ იმდენად უვიცი ხარ რომ არ იცი რომ ეს იარაღი გიჭიროს აი დაახლოებით უვიცობა რა მეტი არაფერი არა ჩვენთვის ენა არის ტექნიკურ ჩვენ არც ფიქრობთ გაუცნობიერებელი პროცესია ანუ ჩვენ ლაპარაკობთ რეალურად ეს პროცესი თითქმის გაუცნობიერებელია ვერ ხვდები აი როგორ რაღაცა ახსნა იცი აი magic stick-ი რო კონდეს ხელში ჯოხი ჯადოსნური ჯოხი და ვერ ხვდებოდი რომ ჯოხი გიჭეროს გონია რომ იქნებოდა უაზროდ ესე აკეთე და რაღაცები ხდებოდეს გარშემო და ვერ ხვდებოდი რომ ხდება სხვათა შორის ძალიან საინტერესო არის რომ მიშა გომართელს დავესესხოთ ისე რომ ქართულ ენაში სიტყვის კაცი არსებობს მაინც დავესესხები ემპათი სიტყვის კაცი ხო ანუ არსებობს ეგეთი ცნება და ამბობენ რომ ეს სიტყვის კაციაო ვერ ვიტყვი რომ ეს უმეტესობას ეხება საქართველოში მაგრამ ფრაზა მაინც არსებობს ესე იგი სადღაც დაჭირვებ ვიღაცას დაჭირდა ბევრი ყოლია ესე ხო შესაბამისად თემა არის ეგეთი რომ ის რომ სიტყვას რამხელა ძალა აქვს და რამდენად უვიცი ვარ და რამდენად არ ვიცი რომ ამ სიტყვას ამხელა ძალა აქვს და გაუფასურებული მაქვს მეც სიტყვა რაღაცა კუთხი და სხვის სიტყვასაც ვექცევი როგორც გაუფასურებას აი გიყო ჩემთვის და ბოლოს მივხვდი რომ თუ სიტყვებში ამოდის ანუ აღწერ მაშინ ეს მეორე კანონი მე როგორ თარგმნი მეორე კანონი არის რომ როგორც აღწერ მოვლენას მე მიდის პირველი კანონისკენ როგორი ენითაც აღწერ მოვლენას ესე არსებობს ეს მოვლენა შენში კი ანუ მე თუ ვთქვი რომ აქ მე გამაკატავეს მე ვარ სამყაროში სადაც საშას აკატავებენ მე თუ ვთქვი რომ აქ საშა დააჩელენჯეს მე ვცხოვრობ სამყაროში სადაც მაჩელენჯებენ კი აქ თუ ვთქვი რომ საშა გადააგდეს მე ვცხოვრობ გადამგდებების სამყაროში ანუ საბოლოო ჯამში მე ისეთ სამყაროში ვცხოვრობ როგორც აღწერ მას და გძნობა მოდის შესაბამისი ანუ სასახად თუ საშა გადააგდეს შენ უკვე შენ თავთან გაქვს საერთოდ სხვა მიდგომა ძალიან მნიშვნელოვანი რაღაცა ეს არის კიდე ერთი უვიცობა რომელიც ასევე ამ წიგნმა მოდულზე მუშაობა ფორუმზე მუშაობა ასევე მომიტა ჩვენ რადგანაც შემოქმედის გენი გვაქვს ხატისა ვართ მიზისა მოდი რა ეხლა მაგაზე უცებ რო გითხო ჩემი დაკვირვება და აბა შე როგორ თქვი ჩვენ ეს ვართ შემოქმედი და ანუ ჩვენ ვართ ღმერთმა შექმნა ჩვენ თავისი როგორ არის ხატით ხო თუ მან დამიკავშირდა იგი იმითი რომ პირველად იყო სიტყვა და სიტყვამ შექმნა სამყარო და ჩვენ რადგან ვართ არსებები რომლებიც სიტყვა გაგვაჩნია და twinით სიტყვით ლაპარაკობს რეალურად გველაპარაკება ნუ აზროვნება გაგაჩნია ეგ დავაკავშირე ანუ ეგ ნიშნავს ხატად შექმნას კი რომ სიტყვის ძალა მოგცა რომლითაც ვქმნი აღქმას და თუ აღქმას ვქმნი ესე იგი რეალობას ვქმნი ყველაფერს ვქმნი და თუ რეალობას ვქმნი სამყაროს და მეცაც ვქვი მეცაც ვიტყვი მე თუ ვიტყვი რომ ლევანი კეთილია მე ვქმნი ისეთ სამყაროს ეს ლევანი კეთილია და თუ მე შენ და გივი შევთანხმდებით იმაზე რომ მე კეთილი ვარ ეგ უკვე ობიექტურ სიმართლეთაც იქცევა შეგვიძლია ხო ორგანიზაციული პერფორმანსი ეგ არის რომ ჩვენ ამაზე შევთანხმდით ან თელი მუღამიც ეგ არის მე მესამე კანონისკენ წახვედი მომავლის ენაზე ხო ანუ ეგ არის შეთანხმება რისთვის შევიკრიბე ჩვენ დღეს ნახე როგორ რაღაცა არის ისი ძალიან საინტერესო რაღაცა არის რომ სინამდვილეში რეალობის აღქმა ხდება
მართლა ჩვენ უკავშირდებით ჩვენ წარსულს თუ უკავშირდებით ჩვენ მომავალს, სასურველ მომავალს. ამაზე არის დამოკიდებული როგორ რეალობაში ვცხოვრობთ, იმიტომ რომ განწყობა მოდის მოლოდინიდან. და რა მოლოდინს ველოდები მე მოკლედ მე თუ მე თუ ვცხოვრობ სამყაროში, მე მაგ დაჯერება, რომ სამყარო არის სახიფათო. მოდი ეგეთ დაჯერება ვთქვა. და მართლა მაგ ჩემი ისეთი გამოცდილებები გავიარე, რომ ამ დაჯერების ქვეშ დღემდე ვარ. ბევრი მიმდევარი ყავს მაგას. ცალსახად. ხო და თუ გჯერა რომ სამყარო არის სახიფათო, ესე იგი მოლოდინში, ხიფათის მოლოდინში ცხოვრობ. კი. თუ ხიფათის მოლოდინში ცხოვრობ, ესე იგი აწყოში ხარ დაძაბული. კი. კონკრეტული მაგალითია რა. ანუ როგორ განაპირობებს შენი დაჯერება, შენი მომავლის პროექციას და მომავლის იმ პროექცირებული მომავლის მოლოდინი როგორ განაპირობებს შენ ყოფას აწყოში. ეგ არის. აწყოში თუ მე ველოდები რომ მომატყუებენ, დაძაბული ვარ. მე თუ ველოდები რომ სამყარო უსამართლოა, რას ველოდები? რომ ვიღაცა უსამართლობა მოგცევა და აი ესე ვარ, ხო? ანუ და თუ ჩემი ყოფა არის ეგრე, შესაძლოა მე ჩემი მოქმედებებიც შესაბამისი არის. კი ბატონო. და მე ზუსტად bias confirmation-ით ვარ დაკავებული, რის ის მიჯერა ისეთ რეალობას ვქნი. ეგ კი ბატონო, ეგ ვუბრუნდებით ისევ ეგ არის ჩვენი ყველასი, ნუ ალბათ ყველასი ავტომატური მდგომარეობა. ხო, მაგრამ მას აქ დანიშნულება. კი. როდა ცოტა ემპათია რო გამოვყოთ. არა, გეხმარება რაღაცაში გადარჩენისთვის არის. და შეიძლება რაღაცა მომენტში გამართლდეს. კი. და გამართლებულა კიდევაც, ალბათ. 100 შემთხვევიდან ერთი გამართლდა რა. და მე ეგ დავიჭირეთ და როგორც ყველაფერს ხვაზე მაგ ისტორიიდან მოვდივარ. ნახე? ხო, მაგრამ რამდენად აპუჭებს ცხოვრების ხარისხს? კი, კი, ჩვენ კი. ბევრად უფრო უსაფრთხო სამყაროში ვცხოვრობთ სინამდვილეში. ვიდრე გონია. და ვიდრე გონია. ვიდრე გჯერა. კი. კი. ეხა მე რა მინდოდა რა, მე მქონდა შენი დახმარებით მაგას completion-ს ეძახის ეს ციგნიც რა. და მანდ იყო ჩემი აღქმა შეიცვალა სიტუაციაზე. და მახსოვს ერთი ჩვენი მეგობარი მეუბნებოდა რომ სახე იმდენად შეგეცვალაო რომ სხვა ადამიანი გახდია, როდესაც ეს ანუ რა გავაკეთე? რაღაცა სიტუაცია აღწერე ერთი ენით, სადაც მე ვიყავი მოტყუებული, გადაგდებული და ასე შემდეგ და შემდეგ იქ მაგ ყველა მთელ მაგ ვითარებაზე ავიღე პასუხისგებლობა. ოღონდ არ წახვიდე. ძალიან მნიშვნელოვანია მაყურებელს აუხსნათ. ეს ისტორია, დრამა, რომელიც ყველა რეალობის ახსნაში გაგვაჩნია როგორც ადამიანებს, მნიშვნელოვანია რომ ამ დრამას სივრცე მივცეთ. ოდეს სივრცე არ არის არც მოლაპარაკება, არც პარტნიორთან, არც ბიზნეს პარტნიორთან და არც მომწოდებელთან. დრამისთვის ყველაზე კაი არის პასტა და ფურცელი. კი. ყველაზე კაი. დაჯიქი შეუბერე დრამა. როგორც თუ გინდა უჟასის ფილმამდე მიდი, როგორც ამბობენ ფსიქოლოგები, ფურცელი ყველაფერს აიტანს. მაგრამ ანუ რა ვსთიობ აუხსნა რომ ხშირად ჩემი აზრით ეშლებათ, როდესაც ამასთან მუშაობენ, რომ არაძლევენ სივრცეს, რომ ეს გამოიხატოს. და თუ იპრესება machine resist persist. Whatever you resist persist. კი, ანუ ეგ როგორ დავთარგმნოთ? ანუ რასაც უძალიანდები ის ცოცხლობს. ხო. რასაც ებრძვის ცოცხლობს რა მოკლედ. ყველა რეაქცია საკუკუ რეაქცია არის ფიზიკის დონეზე, რასაც აწვევი ის იგივე ძალით გაწევა. მაგრამ საბოლოო ჯამში ეხა რასაც ხედავ კონტექსტში, რომ ზალადობა ამრავლებს ზალადობას. ანუ ეხა კონტექსტს მე ეგრევ ხედავ რა. ბევრი ეხა ამან შენ რას ქვი, ბევრი ვარიანტით შეიძლება თურმე მაგის თარგმნა. თარგმნა, კი. მომეწონა არა, ფიზიკის კანონია ფაქტიურად რა, ნიუტონის. ფიზიკის კანონთა ძალიან მომეწონა და ესეც ძალიან მომეწონა, იმიტომ რომ ზალადობა ამრავლებს ზალადობას არის ძალიან ლამაზად ნათქვამი ეს, რაზეც ეხავს საუბრობ. ხო და რატომ რას ყვებოდი რა მოყვები რომ ეგ სივრცე როგორც კი გამიჩნდა მე და როგორც კი ეს ფურცელზე და ზუსტად ეგრე იყო რომ ფურცელზე დაიწერა ეს მათ შორის იგივე ისტორია გახსოვს რომ ყვებოდით მამასთან დაკავშირებით შე რომ დაგირეკე ლედმარკის ფორუმზე მანდაც მაგ თავის ვცდილობ რატო ჩავეჭხირო რომ ჩვენი ისტორიებით არა არამედ კონკრეტული რაღაც არჩევები მივცეთ ადამიანებს როგორ შეიძლება იმუშაო ამასთან სხვადასხვა ბრენე ბრაუნს აქვს ძალიან კარგი მეთოდი რომელიც მინდა გავაზია რომ ბრენე ბრაუნის ისახის ისტორია რომელიც მე შევთხზი არის ეს კი ანუ ბრენე პირდაპირ ამბობს რომ ორგანიზაციის კულტურაში პირდაპირ მოკიდეთ ხელი ამ
ისტორიას, მე მომწონს ორი რაღაც, ხოდაშოს ბრენესი მომწონს ეს, რომ ისტორია რომელიც მე მოვიგონე არის შევთხზე, ანუ დრამა დავდგი და იქ ოკეი, ნახე, თუ ორგანიზაციაში მოსულა ამენით ლაპარაკი, ჩვენ ამაზე გავიცინებთ. ხო. ანუ კი არ დავცინებთ ერთმანეთს, არამედ გავიცინებთ, იმიტომ რომ მე რაღაცა კოშმარი დავდგი თავში, შენი კოშმარი დავდგი და ჩვენ ერთმანეთს მამეთ გაუცინეთ იმ კოშმარებისთვისაც მოვიგონე და ოკეი არის. ეხლა შენ წარმოიდგინე რომ ეგ კულტურა არ არის. ანუ ეგ კოშმარი ტრიალებს შენ თავში და გონია რომ არის რეალობა და რეაგირებს შენი სხეული ამაზე როგორც რეალობაზე. და მეორე, რასაც ბრენე ამბობს, შემოიტანეთ კულტურაში, ორგანიზაციულ კულტურაში, ეგ ოჯახზეც მოსულა. ჩემი აზრით, ყველგან მოსულა ისტორია, რომელიც მე შევთხოვე. მორჩ. ანუ მე შევთხოვე რაღაც ისტორია ამაზე, ამ ფაქტზე მე მაქვს ეგეთი ისტორია. ეგ ერთი. მე ბოდიში მე ეგ იდეა მომწონს შენი ფრაზა, მგონი სწორედ მესმის შენი ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებ, ჩემ კინოში ასია, შენ კინოში ასია. კინო კიდე იცი რა სკენი უყავარ, კი, კინო კაია, იმიტომ რომ მე უყურებ ცხოვრებას, რომ ჩვენ ყველანი ჩვენ კინოთეატრში ვზივართ მარტო. ანუ მეტაფორა საიდან გაჩნდა რა, მე წარმოვიდგენ აი ეს დიდი კინოთეატრი, აი კავეა რო წარმოიდგინოთ, კავეაში რო დარბაზებია. და ჩვენ თითოეული ჩვენ დარბაზში ვზივართ მარტო. მარტო. და ამ მომენტში კორიდორში შევხვდით ერთმანეთს, რა პოპორზე გავისე. და უზიარებთ ერთმანეთს კინოა ეს? ხო, და ეს უზიარებთ კინო ეს და ბიჭო ძალიან ადვილია, იმიტომ რომ მე ამ კინო ნახე და მე ეს კინო ნახე რა. და რაღაცა თვალსაზრისით ამ მომენტში ხდება შეთანხმება, რომ არც შენ ხარ ჭეშმარიტად მართალი, არც მე ვარ. და ორივე ვიღებთ, რომ სუბიექტურ რეალობაში ვცხოვრობ. და ბიჭო, ეგ მე ვარ რეალობაში, რომელსაც ჩემს გარდა ვერავინ ვერ ხედავს. ეგ აზრი შემაშინებელია. კი. საკმაოდ, იმიტომ რომ მე კითხვა გამიშთა, ანუ ობიექტური ეხაც მიხურებს. კინოში, გივის კინოში მარტო შენ ხარ. მთელი უნიკალურობის მუღამიც ალბათ ეგ არის, რომ მარტო მე ვარ ჩემ კინოში. და აუთენტურობის ძალაც იგ არის. ხო. რომ შეუძლებელია რომ შენ თუ აუთენტური ხარ, შეუძლებელია რომ სხვისნაირი იყო, იმიტომ რომ უნიკალური კინო გაქვს. და ალბათ მაგიტო არის, როდესაც ყველა წარმატებული ადამიანი ალბათ მაგრჩევას იძლევა, რომ იყავი ის ვინც ხარ და შესაბამისად ყველა ვარიანტში მოიტან ფასეულობას, იმიტომ რომ სხვა ვერავინ მაგას ვერ გააკეთებს ასეთ შენ. ვერავინ ვერ ხედავს შენ კინოს. ეგეც ძალიან მიყვარს. ცალსახად საუკეთესო ხარ ადამიანი შენ თავად ყოფნაში. უბრალოდ კონკურენტი არ ყავს მან. მან კონკურენტი არ ყავს. ყველაზე კარგად ვის შეიძლება იყოს თვითონ არის მან იყო. მეორე კანონს ერთი ხო არის აი ეს ბრენე რომ ამბობს რომ ისტორია რომელიც მე შევთხზი და მეორე მაგრამ მომეწონა ხოფმანის პროცესზე არსებობს ეგეთი ფრაზა და ამასაც აი ოდესღაც დიდი ორგანიზაციას რო გაუძღვები თუ რაც ხავს ვიქნება აუცილებლად ამორისო. აუ რა დაგიბრუნდა კითხვა. ახლა როგორ რაღაცა არის. ის არა ქვია, მეორე არის მე შენთან განვიცადე დედა. დედა? როგორ? ეგ რა ნახე ძალიან მაგარი. კაჩე ბობ ხოფმანის პროცესი არის ეგეთი. ბობ ხოფმანს ქონდა ეგეთი დაჯერება რა, რომ ყოველ ჯერზე როცა განვიცდი ადამიანს უკან განვიცდიან დედას ან მამას. ანუ პროექციებზე ლაპარაკობდა უბრალოდ ისე რა, ჩატეთ. პროექციები რთული თემა. ანუ მე რეალობაში ყოველ ჯერზე, როცა რეალობაში რაღაცამ გამაღიზიანა, ან რაღაცამ გამაბრაზა, ან იმედი გამიცრუა, იქედან 5% არის აწმყოდან და 90%, 95% არის საბავშვო ტრაუმიდან. და ამბობს პირდაპირ მე შენთან განვიცადე დედა. ანუ რას ნიშნავს? შენ ხარ, რავი, ყურადღება, რავი, ყავა არ დამისხი დროზე, მე გითხარი ყავა დამისხი, შენ არ მომაქციე ყურადღება და მე ამ დროს ტკივილი მაქვს. მე მოდივარ და გეუბნები. მე შენთან განვიცადე ხა დედა. ეხა მივხვდი, კონტექსტ მივხვდი. ხო, ანუ ხსნი disclose აკეთებ, რომელ ტრაუმა შეეხება, ანუ რადიკალური მოწყვლადობა რა. ანუ შენ რო ეხა ესე ილაპარაკო, ძალიან რადიკალური მოწყვლადობა არის საჭირო, რავი, ოჯახში ან ორგანიზაციაში, რომ შენ core ტრაუმას შეეხო იმ მომენტში და გაიაზრო, რომ ამ ადამიანმა რეალობაში შენ დაგიტრიგერა, რავი, ის მომენტი, რომ რა ვიცი, დედამ არ მოგაკითხა ბაღში და შენ თავი იგზენი მიტოვებულად. მაგრამ ის ტკივილი განიცადე. ხო? მაგრამ ისე ვიმეორებ, რატო ხდება ესე? რატო შვება ამას ფსიქიკა? ბერჯერსო, იმიტომ საბოლოო ჯამში ხვდები რომ მე მაქვს დაჯერება რომ everything is for good. ანუ და ამ goods ვეძებ რა, ყოველ ჯერზე, იმიტომ რომ ხვდები რომ
დუალიზმია რა, სადაც ტკივილია, იქ სიხარულია. ანუ ჩემი საქმე არის მომძებნო ეგ რა, და რაღაცა კუთხით შეხედე რა. ფსიქიკა კურნავს თავის თავს რა. ანუ ყველა ტრავმა, რომელიც ხელში გვაქვს გაწერილი და რომელიც არის გაუცნობიერებელი, მეწივა და ჟმეხსიერებაც კი არა გვაქვს მაგ ტრავმებზე, ყველა ამ ტრავმას ფსიქიკა პოულობს მოვლენებს და ადამიანებს, რომლითაც ამ ემოციურ რილიზს აკეთებს. ხო. ანუ ზბროსავს რა ემოციებს. და შესაბამისად, სადღაც გაღიზიანება გაბზროსე, სადღაც ბრაზი გაბზროს, ანუ ფსიქიკა რაღაცა კუთხით ინარჩუნებს თავის ჰომეოსტაზს. ანუ ამ ბალანსს ინარჩუნებს რის ხარჯზე, რომ ჩვენ ყველაფერს პადვალში ვტენით, მეწილად, ადამიანები, თანამედროვე ადამიანები, ეს ფსიქიკა პადვლიდან ლევანზე იმედგაცრუება განიცადა, კიბიზე გაბრაზდა, იმაზე რაღაცა მარიამზე გაიხარა. რავი, სულ ერთი, ანუ ფსიქიკა ესე არეალიზებს ნაგროვ ემოციებს რა, იმიტომ რომ მე ხო ცნობიერად ამას ვერ შვები. პადვალში ხო არ ჩავდივარ, ჩემ თავს ხო არ ვემუშავები. იმ პადვალმა რო არ დაიღვაროს და მე ვინიცობა ადამიანი, რა ვიცი, უფრო მძიმე მენტალურ მდგომარეობამდე არ მივიდეს, არ მივიდეს პანიკურ შეტევებამდე და რაღაცებამდე, ფსიქიკა არეალიზებს და როცა ვერ არეალიზებს, მე იწყება რუჩნოის ამოწევა და რუჩნოი შეიძლება იყოს დეპრესია, რუჩნოი შეიძლება იყოს ADHD, რუჩნოი შეიძლება იყოს პანიკური შეტევები, addiction-ები, ეს ყველაფერი არის უკვე ადაპტაციები, არა ეგ უფრო ის ჯერ კიდე გაყუჩებებია რა, addiction-ები ჯერ კიდე გაყუჩებებია და ფსიქიკა როცა უკვე მენტალურ ბალანსს ვერ ინარჩუნებს, მე მიდის მენტალური აშლილობებისკენ რა, ანუ მიდის დეპრესიისკენ, მიდის ADHD-მდე, მიდის რაღაცამდე და ასე შემდეგ. ანუ ეგ არის უკვე, როდესაც უკიდურესად უჭერს ფსიქიკას და ვერ ელიზდება რა. ვერ გამოდის. ანუ ეხლა მე დამიკავშირდა ესე რომ ანუ აქედან გამომდინარე, ხა რაც შენ მოყევი, მაგიტომ არის კარგი მნიშვნელოვანი და დამხმარე, ასე ვთქვათ, ბავშვობის ტრამების გადაფურცვლა, ეგრეთ წოდებული. ანუ ეს completion-ი მაგაზე წამომივიდა, ცოტა ანუ ის გაცნობიერება, რომ ბავშვობაში შენ ეს მოგივიდა, ამაზე შენ მე ეს ამბავი დააშენე, ანუ მაგალითად რაღაცი და დედამ ბაღში არ მოგეკითხა და შენ ამბავი დააშენე, რომ ან დედას არ უყვარხარ, ან შენ არ ვარ გიხარი, იმიტომ რომ აბა სხვანაირად დაგტოვებდნენ და მე ამ ყველაფერს ნებისმიერ უყურადღებობაზე ვიღაცას ურტყავ სიტყვიერად იქნება თუ ემოციურად, ანუ მაგის გაცნობიერება, რომ ეს ესე მოხდა და გადაფურცვლა ეგ არის? ხო, მაგრამ მოდი ეგეთ რაღაცაზე ვიდო, ხშირად როგორ რაღაცა არის, ლევან, ძალიან საინტერესო რაღაცა არის. იმიტომ რომ ჩვენი ფსიქიკა მე მაგონებს ეს ადრე ბავშვობაში კრისტალის ლუსტრები რო იყო გახსოვთ და ესეთი ისინი და მავიწყებს. გახსოვთ ეგეთი? ეს ჩეხური ბროლის ჭაღი იყო, მან კრიტიკული საკითხი. ხო ეგრე. ანუ ესე უბრალოდ ბროლი არა. ბროლი, ხო გახსოვს ესე იყო ხაზი და ჩამოსმული იყო პატარა პატარა. ხო და მე რატომღაც ეგ ვიზუალი მაქვს, რომ აი სადღაც შეიქმნა, მოდი ეს სხვა მეტაფორა, შეიქმნა ფოლდერი წყენა. და იქ დაიწყო წყენების დაგროვება. სადღაც შეიქმნა ფოლდერი იმედგაცრუება და იქ გროვდება. სადღაც შეიქმნა ბიტრეელის, ანუ იმის ღალატის ფოლდერი და ესე გვიგროვდება ბავშვობიდან. მაგრამ ნიშნავენ, ნახე რა არის, ეგ გამოცნობიერება ეს წიგნმა და საერთოდ ლიდერობის პროგრამა რაც გავიარეთ, სინამდვილეში ეგ მომიტანა რა. რომ თუ მიაგენი პირველს ფოლდერში დანარჩენს ის აუქმებს. წყაროს თუ მიაგენი, რაც იყო რა, ყველა დანარჩენი რაც ამ ფოლდერში დევს, იხურება რა. დომინოსავით მიეწყობა დომინოს ეფექტივით იმის დამუშავება ამუშავებს ყველაფერ დანარჩენს. სასწაული რაღაცა იყო პროგრამაში. ყოველ ჯერზე რაღაცას რო ვამუშავებდი, რაღაცა ამოდიოდა და ნუ ჩემ მე მყავდა ლიდერობის პროგრამაში მეწყვილე რა და ის მეწყვილე მეუბნებოდა რომ ბიჭო ყოველ ჯერზე რაღაცა გაყვრით რაღაცას ახსენება ბავშვობაზეო იმაზეო რა ქვია ვიღაც გოგოზეო რა და დაკომპლიტი ამ გოგოსთან რა დაგემართაო რა დაკომპლიტე მეთქი 30 წელია 30 წელია გასული იმ ისტორიიდან მივხვდი რას გეუბნები და ის მიჩიჩხინებს რომ არა ის გოგო იპოვეო
და მე სხვადასხვა 12 ნაბიჯის პროგრამას ვაკეთებდი, ძალიან ბევრ ex-girlfriend-თან დავკონფლიქტი. ანუ უკვე ეგ პროცესი დიდი ნაწილით გავლილი მქონდა, მაგრამ ის გოგო შემონახული მყავდა იმისავით რა, ანუ აი 20 დესერტად და მოკლედ 30 წლის თავზე დაურეკე. ანუ ამ გოგოსთან დამემართა ორი რამ. პირველი ანუ ორი სიგნიფიკანტი ივენთი მქონდა რა. პირველი არ მოვიდა ჩემ დაბადების დღეს და მე დავთვერი 11 წლის ასაკში. ანუ 11 წლის არ მოვიდა დაბადების დღეს და მე დავთვერი. და მეორე რაღაცა მომენტში მითხრა რომ ეხა ან ცოლად მომიყვანო, ან არასოდეს ცხოვრებაში არ მნახაო და ეგეს 11 ასაკში. არა, ეგ უკვე და დავიძაბე. ხო, ანუ აი ეს გოგოსთან მქონდა ორი სიგნიფიკანტი ივენთი. და მეორე იყო 19 წლის ვეფხვი. რა, და მაშინ მოსულა იყო. მაშინ ჩვენ დროს მოსულა იყო. სულ აგერ დაგვიარებული იყო. მაგარი დაგვიარებული. ასშვები რა. რა ბიჭო, რა 19-ის ყარო. რალექჭირს. მე არ მეცინება არ დამიგვიანია, ცედი წამი არ დამიგვიანია, ბატონო. და ის არის რა ქვია და დაურეკე ამ გოგოს და ძალიან სასწაული იყო, მე ის ვარ, გადაიდი 30 წელიწადში დაურეკე. იმის სახე ბევრად საინტერესოა, ვიდრე მთელი ეს ისტორია იყო. ბევრი წარმოგიდგენია პროსტა რა იყო. და ნუ მართლა და იმიტომ რომ საწყისი წერტილი რომ ქალის ნდობა არ შეიძლება თურმე იზრდებოდა ფეხი იქედან რა. და მივედი ძალიან მნიშვნელოვან წერტილამდე, იმიტომ რომ ნდობა მან ჩემერყა, იმიტომ რომ დამაყენა არჩევანის წინაშე, რომელშიც არჩევანი ვერ გავაკეთე და გავიჭედე. და რაღაცა პონჩი მართლა ამ გოგომ თავის სიტყვა შეასრულა 30 წელი გავიდა და არც მინახია. ჩესნათ თქვა რომ ინტეგრიტიში იყო. ვერ დაუკარგავ. არა, ვერ დაუკარგავ. ხო და ის არის რა ქვია და 30 წლის თავზე დაურეკე და მართლა ის ვკითხე. დაბადების დღეზე ძალიან ბევრი იცინა. ის დაბადების დღეზე იმენა დედამარგა მომიშვა წახალაც. იმას თავის გასაჭირი ქონდა დედამარგა. იმას დედა არ გამოვშვა და მე დრამები დავდგე. იმას აღარ უყვარვარ და ვაფშე არ უყვარდი და მოკლედ თან ის არის დავთვერი პირველად ჩამეძინა, ანუ რამოდენიმე სიგნიფიკანტ ივენთი მქონდა. მოკლედ რატო ვყვები ამას, რომ უბრუნდები ამ კანონებს რა. ჩვენ ძალიან ბევრ რაღაცას ვაკეთებთ გაუცნობიერებლად და ვრიაგირებთ ცხოვრებაზე როგორც ბიორობოტები. ეგრე აი მომწონს ეს ბიორობოტი, ეგეთი. ანუ ადამიანი არის ტრიგერი რეაქცია. ცხოვრება სულ გვატრიგერებს, ან პერმანენტულად რაღაცა ტრიგერი ხდება, ხტომილება სულ ხდება, ხო? ანუ და იმ ხტომილებაზე რეაქცია არის სწრაფი. საკმაოდ სწრაფი. ანუ ჩვენი ავტოპილოტი, ჩვენი სისტემა შაბლონებისას გვაქვს დამახსოვრებული აზროვნება, ანუ ეს შაბლონი ხომ მთლიანად შედგება ფიქრი, ემოცია, იმპულსი და მოქმედება. ანუ მთლიანად შაბლონი ამისგან შედგება. ამიტომ ძალიან სწრაფია და სხვადასხვა კასტანედას დავესესხები, რომ შენ უნდა იყოს ძალიან სწრაფი მეომარი, ხო მეომარს ეძახის. რატო სწრაფი მეომარი? იმიტომ რომ ებრძვის შაბლონს და შაბლონი სწრაფია, შენ თუ იმაზე სწრაფი არ ახარ, შაბლონი თავისას გააკეთებს და შენ დილინგს აკეთებ უკვე შედეგებთან. ეს ფრაზა შენგანმა გაგონილი. ვისი არის, ოღონდ აღარ მახსოვს. თავისუფლება არის სტიმულსა და რეაქციას შორისო თუ ვიქტორ ფრანკლის. ფრანკლის, ვიქტორ ფრანკლის. ხო, რა თავისუფლება დევს სივრცეში სტიმულს და რეაქციას შორის. და თუ ეხლა რატო ამდენია კაცნობიერებები და მე ძალიან პრაქტიკული ადამიანია და მიყო. კაცნობიერება იმიტომ ჭირდება რომ გააჩინო სივრცე ტრიგერს და რეაქციას შორის. ხო. შენ თუ ეს სივრცე არ აგაქვს, მაშინ არჩევანიც არ აგაქვს. იმიტომ შენ არჩევანს გააკეთებ შენი ავტომატური ავტოპილოტი, შენი შაბლონური სისტემა, თვით გამოცხადებული რესპუბლიკა მე. დიდი გამოცხადებული რესპუბლიკა. მიდი. არა, უბრალოდ დადასტურება მინდოდა რომ სწორედ გავიგე. ანუ ეგ სივრცე არის, სადაც თავისუფლება, შესაბამისად არჩევანი საჭიროებს თავისუფლებას, რომ არჩევანი გააკეთო. ეგ არის ლოგიკა, ხო? ანუ სივრცე თუ არ არის არჩევანისთვის სივრცე, ანუ მოწყონაირად შევხედოთ. ჩვენ ხო გვჭირდება იდეა რომ მოგდის თავში, ჩვენ გვჭირდება რაღაცა სივრცე, რომ ეს იდეა მატერიალიზდეს და ჩვენ ეს იდეა დავინახავ ხედვა სადიბადება. აი ჩვენ რო ხედვა გვაქვს, აი არქიტექტორი რო წარმოიდგენს შენობას, წარმოსახვის უნარი რაღაცაში ხო იბადება, ანუ სივრცე არსებობს, რაღაცა სკრინი არსებობს, რომელზედაც რაღაცა ანათებს შენობას. ანუ თუ სკრინი არ არსებობს, ვერაფერს ვერ მიანათებ. იგივე არის აქაც, ანუ შაბლონი არის ძალიან სწრაფი მექანიკური სისტემა, თუმცა თუ საფრთხე გვემოქმედება, წამებში იმუშავა. მაგრამ
და პლუს არ დაგავიწყდეს, რომ ეხლა ჩვენ სოციოფობები ვართ ყველანი, ანუ ჩვენი აღარც დინოზავრები დაგვიზდებს, არავინ აღარ დაგვიზდებს, მაგრამ გვეჩვენება რომ დაგვიზდებს ყველა გარშემო. ყველა სოციოფობები გავხდით, რა? და სოციალურ ქსელთან ერთად, სოციოფობიასთან ერთად სოციალური ქსელის ფობია გავხდით, იმიტომ რომ სულ შეფარდებაში ვცხოვრობთ. და სულ შეფასების გვეშინია. ხო, იმიტომ რომ სოციქსელი გახდა სასწაული ტრიგერი, იმიტომ რომ სოციქსელში ყველა ასხავს მეწილად ან ძალიან ნეგატიურ, ან ძალიან პოზიტიურ კონტენტს, ნეგატივზე შედიხარ და იწამლები, ამ ენერგეტიკით იწამლები, ან იწამლები ვიღაცამ სადღაც ისვენებს რივიერაზე, ამაზე და შენ ზიხარ და ადარებ და ეს რივიერაზეა და მე აგევზი ვარ ქუთაისის ქუჩაზე. მოკლედ, მაგის მომინდა და ამანაც კი ფული იშოვა და მე კიდე შენი თვით გადარჩენის რესპუბლიკა, მე თუ თვით გამოცხადება რესპუბლიკა, მე გამოიტანს დასკვნა რომ ლუზერი. ვარ არ გამოვა ჩემგან არაფერი. ყველასთვის ნაცნობი იქნება ბუნებრივი რაზეც ლაპარაკობ. და აი ძალიან მნიშვნელოვანი არის რომ მე ორგანიზაციაში რომ შევდივარ არ აქვს მნიშვნელობა ლევან კონსულტანტის სტატუსში, მეგობრის სტატუსში, რა სტატუსში არ შევდივარ ორგანიზაციაში, პირველი რასაც ვაკეთებ ორგანიზაციას უსმენ. ანუ უსმენ იმისათვის რომ გავიგო როგორ აღწერენ მოვლენებს. ანუ რეალურად მე ორგანიზაციაში შევდივარ 1-10 თანამშრომელს საათნახევარი 2 საათი კონფიდენციალურად დაველაპარაკო, ნუ სახელების დაგვარების გარეშე თავისთავად. ხო, ბატონო. კონფიდენციალურად დაველაპარაკო, მე აბსოლუტურად 70-80% უკვე ვიცი რა პერფორმანსი არის ორგანიზაციაში, იმიტომ რომ ყველაფერი ჩანს იმ ენაში, რომლითაც აღწერენ ყოველდღიურობას. ანუ ყოველდღიურობა რა ენით არის აღწერილი, რანაირად მსჯელობენ, როგორ განიხილავენ სამი რაღაცა მაინტერესებსო, როგორ განიხილავენ over performance, under performance და performance. მორჩა. ეს სამი რაღაცა რომ მომასმენინო, მე ზუსტად როგორც კონსულტანტი უკვე შემიძლია დავწერო დასკვნა, როგორ რანაირად ცხოვრობს ეს ორგანიზაცია, რანაირი კულტურა აქვს, სულ რომ ბარეტით არ გავზომო ეგ ორგანიზაცია, პირდაპირ ენა მომცემს დაახლოებით სენს ბარეტის დონეზე სად იმყოფებიან ცნობიერებით. შესაბამისად, ენა არის ძალიან მაგარი წყარო, წყვილსაც რომ მოусმინო. რამდენჯერ ვზივარ იცი რესტორანში და უსმენ? ჩემს საკუთარ თავს ვერ უსმენ ესე კარგად. სხვებს იცოცხლე ისე უსმენ. მოკლედ საკმარისია დავждე და მოусმინო, ჩემთვის თელი ამ წყვილის დინამიკა, ან ორგანიზაციის დინამიკა, ან მამაშვილის დინამიკა და იგივე არის ბევრად უფრო დიდი ყურადღებით უსმენ ჩემ თავს ეხლა. ან შვილი რას მეუბნება ეხლა, ან მე როგორ პასუხობ. თუმცა ის არის რომ ხანდახან ტელეფონი მიჭირავს და სულაც არ ფიქრობ. ანუ ეგეც არის. ანუ არ მინდა აქ ის რა ბუდას იმაში ვზივარ თქო და რაღაცა და არ ვზივარ. იმიტომ რომ არ ვარ მანდ რა, სადაც ვარ ეგ არის. ანუ როცა წყვიტავ რომ ეგრე მოусმინო, მე ეგრე შემიძლია რომ მოусმინო. და თუ გამაზე გადაწყვეტილება და არ შევქმენი განზრახვა, მოვალ ავტოპილოტს. კი, აუცილებლად. მაგაზე მეც მიცია ბევრჯერ რჩევები, რომ მე მეხმარება ძალიან ჩანაწერების კეთება. და სულ ეუნები ხოლმე კოუჩინგის დროს ასე ვთქვათ, რომ საკუთარ თავზე როგორ ლაპარაკობ დაწერე და მერე წაიკითხე. მან ხვდები რომ იმდენ რაღაცას ამბობ შენ თავზე, რომელიც სიმართლე არ არის ერთი, რომ დავიწყოთ მაგით და მეორსეთი არაფერი სასიამოვნო მაგას შეიძლება. ძალიან დამხმარე და მე პირადად მეხმარება მე მაგის შეცვლა. ანუ გადაკეთება სიტყვების უბრალოდ ესე კი არა, აი ესე აღწერე ხამე ჩემ თავს, ამ გარემოებას, ამას და საერთოდ სხვა ყოფით და ენერგიით გამოდიხარ მე. იმიტომ რომ სიტყვა აჩენს ხო, ნიშნო დამავიწყდა მე თქვა. ჩვენ მეორე ეს ჯადოსნური ჯოხი სიტყვის გარდა გვაქვს წარმოსახვის უნარი. ხო. ანუ ჩვენ შეგვიძლია წარმოსახვითი რეალობა განვიცადოთ ზუსტად ისე, როგორც რეალობა. ეგ ფრაზა ვინმე თქვა? არა, კაც უნიშნულებრივად შვებია. არა, ესმის, მაგრამ აი ფრაზის დონეზე რატომ მეცნობა? შეხო გიყვართ quote-ები და ეთქობა სადღაც მე ძალიან მიყვარს და ხო, ზუსტად აბსოლუტურად მართალი ხარ.
მე ძალიან მიყვარს და მე სულ პრობლემა მქონდა ვერ ვიმახსოვრე. მოკლედ მან არის ძალიან საინტერესო რაღაცა და ლენმარკი ამაში ძალიან მაგარია და ეს წიგნის პრინციპში ამაზე არის და ყველას ურჩევ აბსოლუტურად ყველას ურჩევ თუნდაც პირადი პერფორმანსისთვის როცა იკითხონ არამც თუ ორგანიზაცია აუცარი წიგნია მინდა რომ მივწერო გადასათარგმნოც მე მინდა ერთი რაღაცა ვთქვა რომ ყოველ ჯერზე ჩვენ გვაქვს გუნარი რომ როდესაც ჩვენი სისტემა მიხვდება ჩვენ სიმდიდრიდან ან სხვა რაღაციდან ვიღებთ რაღაცა მდგომარეობას რომელიც მოგწონს. მოდი პირდაპირ ვთქვათ რა არ არის ხა ჩვენთვის მანქანა უმეტესი ადამიანისთვის მანქანა არ არის მარტო გადაადგილების ისა რა ქვია საგან. ალაგაც რა სამბობს და სიმბოლო არის და ემოცია და მთელი ამბებია. ხო და რას ვამბობ იცი? ყოველ ჯერზე როცა რაღაცას წარმოიდგენ და თუ შენ სისტემას ეს მდგომარეობა მოეწონა, ჩვენ ხო ყველაფერს მდგომარეობისთვის ვაკეთებ. კი. ანუ ჩვენ ხო პერსე ობიექტები და პროდუქტები არ გვჭირდება. ჩვენ გვჭირდება მდგომარეობა, რომელიც ამ ობიექტებს, სუბიექტებს მოაქვს ჩვენ ცხოვრებაში. ან ჩვენ ყველა დავეძებ მდგომარეობას. სხვანაირად რო ვთქვათ, მედიცინა ძალიან ჭკვიანურად მიხვდა, რომ ჩვენ ყველანი დავეძებთ ჰორმონებს. ხო. ხო? ანუ ჰორმონები იწვევს ჩვენ მდგომარეობას. ხო? ანუ რეალურად ჰორმონალური სისტემა განაპირობებს ჩვენ მდგომარეობას. და ამიტომაც მთელი მედიცინა კონცენტრირებული არის ამ ჰორმონების, როგორ ვთქვა, თემაზე. რამდენად გამოსდის სხვა საკითხი. ბალანს, ქიმიურ ბალანს. ხო, ნუ არ ვიცი. შეიძლება მე ისე მივდივარ იქამდე, რომ ბრძოლამ ადამიანს არაფერი ფიზიკურ სამყაროში არ ჭირდება, მას ყველა ობიექტი და სუბიექტი ჭირდება იმ მდგომარეობისთვის, რომელსაც ეს ობიექტი ან სუბიექტი მოუტანს. ჩვენ პარტნიორი არ გვჭირდება. ჩვენ გვჭირდება პარტნიორი რაღაცა მდგომარეობისთვის. ჩვენ გვჭირდება სამსახური რაღაცა მდგომარეობისთვის. ჩვენ გვჭირდება ფული რაღაცა მდგომარეობისთვის. ჩვენ გვჭირდება მანქანა რაღაცა მდგომარეობისთვის. ანუ ჩვენ რაღაც მდგომარეობას დავეძებთ. ანუ რაღაცა მდგომარეობისკენ გვაქვს ტოვა და არ ობიექტები და სუბიექტების მიმართ. და სულ მგონია რომ ეგ სუბიექტები და ობიექტები მოგიტანს მაგ მდგომარეობას და არის ხოლმე ხშირ შემთხვევაში რომ იღებ მაგ სუბიექტს ან ობიექტს და ის მდგომარეობა მე მაინც არ მოდის ან აღმოაჩენ რომ ეს მდგომარეობა ისევ შენშია. იმიტომ რომ რეალობა არის ის რომ შენ ეს ობიექტი ან სუბიექტი ცხოვრებაში მოიზიდე გაუცნობიერებლად. ანუ ისე ჩვენ პერმანენტულ კონფლიქტში ცხოვრობთ რომ ცნობიერად გვინდა სხვა რამე და თქვენ ცნობიერად ვიზიდებ სხვა რამეს. აბა მეტი თქვი მაგაზე ცოტა. ეგ უნდა განმარტო. ოკეი. ახლა მე სუბიექტურად მინდა რომ მოვიზიდო ბევრი შემოსავალი. მინდა რა ბევრი ფული რა, იმიტომ რომ ბევრი ფული მოიტანს რაღაც ბევრ შესაძლებლობებს, პაპაპაპუპუ იდეებს, რაღაცებს დავაფინანსებს. გვეცნობიერს რაღაცა სხვა ჯერა ფულს. რომ ფული ჭუჭყია, რომ ფული თუ გექნება წაგართმევენ. თუ ფული აპასნია, როგორც ერთმა ადამიანმა თქვა, როგორ შეიძლება მილიონის დაკარგვი შიში კონდეს თუ მილიონი არ გიშოვია. კაი რაღაცა. თუ აქონია როგორ გამოცდების დაკარგვი შიში ვერ გიჩდება ახალი შიში, ახალი დაკარგვი შიში გიჩდება. ხო, ანუ რეალურად ვისაც მილიონი არ აქვს, ეგ შიში არა, მაინც დავაზუსტებ. ხო და ერთი რაღაცა მინდა ვთქვა, რომ ნახე შენ ცნობიერს კი უნდა ბევრი ფული. ანუ თქვენ ცნობიერს არ უნდა. და შენ ამ კონფლიქტს თუ არ გადაწყვიტავ, შენ ანუ მანქანაში გაზ დატორმოზო დააჭერ, რა მოხდება? დრიფტინგი. ხო. ტრაქს წაიღებს მანქანა. ეგრე მიგვაქვს ტრაკი ცხოვრებაში. ვახ, ეხლა ესე იგი ჩემ ქვეცნობიერს არ უნდა ფული დავიჯერო? იცი რა, არ უნდა. ბიჭო, ეგრო არ იყოს. ეგრო არ იყოს. უნდა ვებაზრო ეგრო არ იყოს. შენ უკვე გადადგავდი ნაბიჯებს და ფული გიქნებოდა. შენ არაფერი, კაჭო, ახლა სამყაროს აბუნდანსი არაკლია, მაყოთი არაკლია და ისა რა ქვია, მოთხოვნა ყველაფერზე. შენ ნებისმიერი პროდუქტი შეგიძლია შენი ინტელექტი, მე ეგეც გიცნობ. აი ხო ხედავ ჩემი დაჯერებები წამოვა. მე ჩემი დაჯერებები არის, რომ ლევან ნებისმიერ კარგ რაღაცას გაუმჯობესებს. მე მაგ ეგეთი დაჯერება რომ შეუძლია. მაგრამ შენ ამას არ შვები. იმ არ შვების უკან არის მიზეზი. და იმ მიზეზს შენს გარდა ვერავინ ვერ იპოვს. მე შეიძლება დაგიხმარო იმ პანჩერ, просто გაიდენსი გაგიწიო, კითხვები დაგისვა, მაგრამ ის შენშია. ხო. ხვდები? ამიტომ შენში არის ნაწილი, მე გეტყვი მაგალითად, მეც ასახად, როცა ძალიან ფულიან და ძალიან ძალაუფლებიან ადამიანებთან მქონდა შეხება, ჩემთვის ეს ძალიან საფრთხის შემცვლელი გარემო იყო. მე არა ვარ ეგეთი ნარცისი და ეგეთი მუსკულიანი ტიპი. არა ვარ ბუნებით. მე ვარ კრეატიული
childish მარკეტინგი გავაკეთებინე. ხო ხდები არა და მოხვდი ვოლკებში და მართლა იქ ვოლკები არიან და მაგრები არიან ძალიან და თავის საქმე იციან და გინა ბანკირები და გინა პოლიტიკოსები და რაღაცა ტიპები და ხდები. ხო და მე პირადად ამ ძალაუფლებისგან და ფულისგან დატრამილი მე დღემდე ვეძებ იმ როგორ ვთქვა ჩამრთველს რომელიც ჩავრთე რა ანუ მე ჩავრთე ანუ მე დღეს ისევ სეიფ ზონაში ვცხოვრობ რომ არ ვიცი როგორ გამოვიყვანო ჩემი თავი ამ სეიფ ზონი და ვერაფრით ვერ გავიგე ანუ ისევ გიმეორებ ლევან მე ჩემსას ვაბიჯებ შენსაც აბიჯებ ჩვენ თითოეულ ჩვენთანაც თუ არა გვაქვს დღეს ფული მარტო იმიტომ შეიძლება არ გქონდეს ფული რომ efforts არ ვდებთ რომ ეს ფული გაგვიჩნდეს და efforts რო არ ვდებთ ამის უკან არსებობს მიზეზი ამ არ მოქმედების ხო იცი ერთმა ადამიანმა თქვა არჩევანის არ გაკეთება არის არჩევანია ხო ძალიან შემეხო ეხა რას თქვი რა ამიტომ რომ მე ეგეთი რამე მე აქამდე არ მომისმენია და რაღაც გამისთასრული რომ მას ვქნა რა ქვია აღიარებითი ჩვენება მიცე რა მე ალბათ პროფესიული გამოცდილებიდან ნაწილობრივ მე ფიქრება ბევრი ფული როგორ უნდა ვმართო რომ კონდეს ბევრი ფული ხო თეორიულად მინდა ბევრი ფული მაგრამ სულ მე ფიქრება როგორ უნდა ვმართო ბევრი ფული ანუ ბერდენია შენთვის ბევრი ფული ხო და მე მივდივარ იქამდე რომ ანუ ძალიან ტვინის ბურღვაა სულ მივდივარ ანუ როგორ უნდა ეფექტიანად მართო როგორ წინასატვინია თქო ხო და ხო რა უცნაური რაღაცა აი ბევრი ფული როგორ უნდა განათავსო აი რომ წინაზე რომ საუბრობდით როგორ უნდა განათავსო მაგალითად ფასიან ქაღალდებში ისე რომ შეიძლება მაგალითი მოიყვანე როგორ უნდა მეშინოდეს დაკარგვის რაც არ გქონია რა და წინასწარ ვფიქრობ როგორ უნდა განვათავსო ბევრი ფული ფასიან ქაღალდებში ისე რომ არ დავკარგო ანუ როგორ უნდა მოვიქცე ჭკვიანურად ბაზარზე და ძალიან საინტერესო რამე თქვი ახლა შენ რა ეგ ვაღიარებ რომ ეგ ფიქრი მაგ მუდმივად ანუ იმის ფიქრი კი არ მაქვს მუდმივად როგორ ვიშოვო x მილიონი პირობითად ფიქრი მაქვს რო ვიშოვი თითქოს ეს რაღაც მოცემულია რომ აუცილებლად ვიშოვი რო ვიშოვი მე როგორ უნდა ვმართო სწორად რა ან იშოვი და არ აღმოჩნდე ციხეში მაგის გამო ეგ მაგის არ მეშინია არა გავიგე მაგრამ რეალური кейსი გვაგაგერს ხოლმე და ბევრი თან კი ხო და ეგ ისეთი თემა არის ამიტომ ვიძახი რომ ის არის ეგეც საინტერესო არის რომ ეგით რეალობა ნახე კონტექსტიც შეიძლება იყოს ხო რომ მაგალითად ჩვენ გარშემო ან ბავშვობაში ან ახალგაზრდობაში ვინც ასოცირდებოდა ფულთან ის შეიძლება რაღაცა ხასიათთან ასოცირდებოდა მარტო შენ ცხოვრებაში კი არა წინაპრებშიც მე მაგალითად აი არ ვიცი ბაბუაჩები დიდი ბაბუა იყო გერმანიიდან ჩამოსული ისა განაკულაკეს то შეიძლება მე სისტემაში გვეცნობიერად ამის შიში მქონდეს რომ მიშო ფული შოვნას მაინც გამაკულაკე ჩვენიც გვაქვს ხო და ბიჭო იგითი თემებია რა არა გაკულაკება ჩვენ გვაქვს კი ბებიოს აბაშიძე ბებოს მამა თუ ბაბუა მე არ მქონია იმიტომ რომ არც ვიცოდი ეგ ამბავი ხო ეხა პირველად გავიგე ეგეთი რაღაცა ანუ არ მქონია მაგრამ მესმის რას ამბობ ხო შეიძლება გენეტიკური მემორია რა გენეტიკური მემორია შეიძლება იყოს შეიძლება ბევრი მიზეზი არსებობდეს ან შენ ცხოვრებაში მოხდა ან შენ წინაპრებში არის ტრავმა და ქვეცნობიერად გააქვს ეგ ტრავმა რა და როგორც უნდა ფართხალებდე ცნობიერების დონეზე რომ მე მინდა ფული ვიშოვო შედეგი სამყაროსი არის რომ არ გინდა ანუ სამყარო არის იდეალური სარკე რაც ვთქვი რა ვხსნა რომ თუ შენ ფული არ აგაქვს ესე იგი არ გინდა და არ გინდა აღიარო რომ გააქვს მიზეზი რატომაც არ გინდა რომ ფული იშოვო ვახ ეხლა რაღაცას ისეს მეუნები რომ ძალიან უნდა ჩავიქეკო რა ამიტომ მე მგონია რომ მაგრად მინდა ბიჭო რაღაცნაირად თვით გამოცხადებული ის მაქვს მიზანი თითქოს რა რომ ამ ცხოვრებაში ეგ უნდა გავაკეთო მან უკვე ახალ ეგზამინაციამდე გადავა დამოიღე შენი დღევანდელი კალენდარი და მითხარი რამდენი მოქმედება იქიდან არის ორიენტირებული იმაზე რომ ფული იშოვო ხო და არც ერთი და всё მორჩა გათავდა რაღაცის მეშინია რაღაცის გეშინია და არა გაქვს მოქმედებები რა ანუ რაღაც პონჩი ილუზია რა ანუ მე მინდა ფული ვიშოვო მე კიდე ყვებავს მეორე დაჯერება საერთოდ გუდინავ თორე ამ გუდინავ რო ვიყო ხო ვიშოვიდი იმპულს რაც მინდა იქიდან გვერდულად ეგ იყვებება მოკლედ რა ისი ახსნა მინდა რა
რომ იუნგი რასაც ამბობდა უბრუნდები რა თელი პრობლემა არის რა გაუცნობიერებლები ვარ. ანუ რეალურად რა გვმართავს არ ვიცით. და რეაგირებთ რობოტებივით ცხოვრებაზე და არ ვიცით რა პატერნი გვმართავს, არ ვიცით რა დაჯერება გვმართავს და უარეს გეტყვი, არც მინტერესდები და არც ვიცით როგორ დავინტერესდეთ ამით. და როგორ დავინტერესდეთ? და ნაცვლად იმისა, ერთი წუთი, რა შვებით ადამიანები თითქმის შევერთ გარეთ. რავი ქვეყანა, მთავრობა, გარემოებები, ადამიანები არ მიწყობენ, ის არ მიწყობს, ეს არ მიწყობს და ამით სისტემა წყნარდება. წყნარდება რითი, რომ თითი გაიშვირა გარეთ, დაწყნარდა სისტემა, მის ხაზს დააბრალა და მე ვარ აქ კიტრი და ჩიტი. თორე დანარჩენები არიან პროჯექტი. ხო და ნახე რა არის, ესო შემოიტრიალო, მაშინ რეალურად პასუხისგებლობა უნდა აიღო იმაზე, რომ არა გაქვს ის ცხოვრება, რაც გინდა. მურტალი ასაღები პასუხისგებლობაა. არა გაქვს ცხოვრება, რაც გინდა, არა ხარ იმ ქვეყანაში, რაც გინდა, არ აკეთებ საქმეს, რაც გინდა. და რაღაცეები რა, ანუ ზოგიერთი ტიპი არის, რომ საერთოდ რა ვიცი, ხო ხტები, იზიმანის ოფციასაც ვერ უშვებ, იმიტომ რომ ბავშვობიდან მაპროგრამებდნენ, რომ კაროჩე ფულისთვის უნდა იშრომო და ჩემმა სისტემამ ვერც უშვებს, რომ იზიმანი შეუძლია იშრომო. მე ვერ უშვებ მაგას. ხო და ბიჭო, ჩემი ისტორია რა, შენი პრობლემაა რომ ვერ უშვებ. ხო, მე აუცილებლად ეგ დაჯერება მაქვს, რომ მაგალითისთვის მე რო სრულად ენტერპრენორშიპში გადავარდე, ნიშნულობა არ აქვს, რას გააკეთებ. ყველა ვარიანტში თავიდან ძალიან გიჭირს. და ანუ ჩემი შენაკვირდები რაენით აღწერ ხა? მომენტალიზ ობზერვანტი გააქვს ჩართული? არა, აბა მიდი. ოკეი. რეკრეაცია გავაკეთე. ხო, ანუ შენ ისეთ სიმძიმეს აღწერ ენტერპრენორშიპს თავიდანვე. რომ შენთვის რავი თავიდანვე პიტფოლის რისკი არის, თავიდანვე საფრთხე არის შენი სისტემისთვის. ამიტომაც მაქვს ცალიფურია რომ არ უნდოდეს, ხო? ისეთი ძნელია რომ ამიტომაც მაქვს უცალი ფეხი უსაფრთხო კორპორაციაში და მეორე ფეხი დევა რა არის სამყარო. მოდი ესე ვთქვათ რა, სამყარო ობიექტურად სარკისებულად გვაჩვენებს სინამდვილეს. ჩვენ არ გვინდა ეს სინამდვილე ვაღიაროთ. სინამდვილე არის ის, რომ შენ გაქვს ის ცხოვრება, რაც გაქვს, რაც შექმენი, ან შემქმნელი ხარ შენი ცხოვრება. გასაგებია რომ რაღაც მოვლენებს ქმნი, რაღაც მოვლენებს ვერ ქმნი რა, მაგრამ ხო არის მოდი ესე ვთქვათ, ენერგეტიკული flow ამ სამყაროსი რა. და შენ ამ flow-ში ხარ და co-creation-ს აკეთებ ამ სამყაროსთან. მე კი არ ვამბობ რომ ყველაფრის შემქმნელი ხარ, მაგრამ თანაშემქმნელი ხარ თუ საპირისპიროთი მოსურავ თუ როგორ მიცუთ უბრალოდ დაწოლილი ხარ და სადაც ამიღებს. ბობო, მაქამდე დადის რომ სამყარო ძალიან ობიექტურად გვაჩვენებს სურათს, მაგრამ ყველა სხვის ომში ბრძენია. მაინც დავაზუსტებ. მე ხა შენ ომში გაცილებით ბრძენი ვარ, ვიდრე ჩემ ომში. მაგით უნდა წავიდე ისევ დახმარებავთ ხო სხვას, იმიტომ რომ მე ჩემი სისტემა მატყუებს. მე სხვისი სისტემის ტყუილს დავიჭერ დეტექტორი და ადამიანს ვიტყვი სტოპ. შენ აქ გულწრფელი არ ხარ. საკუთარ თავთან გაცილებით რთულია. შენი სხვა უნდა დაიჭირო, ამიტომ უნდა მიმართო დახმარებისთვის. მაგიტომ უნდა მიხვიდე კოუჩთან, მასწავლებელთან, ფსიქოლოგთან, სულ ერთია, მენტორთან, ვიღაცასთან უნდა მიხვიდე, ვინც შენს სასურველ ცხოვრებაში ერთი ნაბიჯი წინ არის ვიდრე შენ. აი შენ რაღაც ცხოვრება გინდა. და ნუ აი შეხედე რა გარშემო ვინ არის იმ ცხოვრებასთან უფრო ახლოს ვიდრე შენ ხარ. და ისწავლე მისგან. არჩევანი ბევრია მინდა გითხრა. ხო. ჩავფიქრდი. ეხა ჩავფიქრდი და თან ეს კითხვის სახითაც იყო და პრინციპში გაცემული გაქვე პასუხი მაგაზე. თუ გინდა რომ შეცვალო მომავალი, შეცვალე ქცევა რა. საბოლოო ჯამში ჩვენი ქცევები განაპირობებს რა იქნება? ხო, просто იმ ქცევას უკანონდებს, არა, ცალკე ქცევა არ მუშაობს. მე ლენდმარკში ალბათ ყველაზე მეტად ეგ არ მომწონდა. ლენდმარკი ეს ციგნის და ლენდმარკი ზოგადად აიგნორირებს ემოციების ფაქტორს, რომელსაც მე არ ვეთანხმები შინაგანად რა. მე დარწმუნებული ვარ, რომ აი ფორუმზე იცი რომელი ტრამვებს ვერ ატრანსფორმირებ ფორუმზე იცი რომელ ტრამვებს, რომელიც ემოციურად არის დამუხტული. ის ტრავმები ვერ ატრიალებ. ხო იცი, ფილიპს ვეძახი რა, გადატრიალებას რა. უამრავი რაღაცა გადავატრიალე ფორუმის დროს. რა ვერ გადავატრიალე, იცი? იქ სადაც ძლიერი ემოცია. ვერ ტრიალდება იქ. იმიტომ რომ იმ ემოციას დაცლა უნდა. მიხვდი? ანუ
არის რაღაცა თემები, რომელიც ადვილად ტრანსფორმირდება, არის თემები, რომელიც ადვილად არ ტრანსფორმირდება. მაგრამ მე ყოველთვის ადამიანი ჩემთან რომ მოდის პირადი განვითარების გზას, რომ გადის, მე ვეუბნები პირველი გაიარე ტრანსფორმირება, რაც ადვილად low hanging fruit პრინციპით რა. რაც შეიძლება დაატრანსფორმირდეს, დაატრანსფორმირე რა. და რაც ვერ დაატრანსფორმირდება, მე ზმაო, თერაპია, ჰოლოტროპი, სოკო, აუასკა, რაც გინდა. ბევრი მეთოდი არის ემოციური რელიზის რა, მაგრამ ემოციურ რელიზს ადამიანი რო არ აკეთებს, ბოლოს როგორც ჩემი პატივისცემული მასწავლებელი გაბორ მათე იტყოდა, მე body say no. თან იძახის არას. მორჩა, ვიღაცას დაიწყება დეპრესია, ვიღაცას დაიწყება იმუნოდეფიციტი, ვიღაცას დაიწყება ეს ქრონიკული, მე დამემართე კიბო. მორჩა, ანუ ვიღაცას რა, ყოველს თავის დაემართება რა. და შესაბამისად თუ შენ ამას არ შვები, სხვა გამოსავალი სხეულს არჩება, იმიტომ რომ სხეულმა თავისთავად რაღაცნაირად უნდა ახალი ჰომეოსტაზი შექმნას და შექმნის დაავადებას. აუცილებელია, იმიტომ რომ იმ დაავადებამ ისევ შეიქმნა, რომ გამოფხიზდე. ანუ დაავადების დანიშნულება არის გამოფხიზება, მე სხვათა ძალიან მიყვარს წიგნი არსებობს, რუსების წიგნი არის, სიმელნიკოვი თუ რაღაცა პალიობილ ბალენსვაიო ეგრე ქვია რა სათაურია კი სათაურია მაგრამ სასწაულია ფსიქოსომატიკა წერია ყველა დაავადების და ჩემი აზრით ეს უნდა იყოს სამაგიდო წიგნი იმიტომ რომ ბავშვს აქვს ალერგია ეგ არ არის უბრალოდ ალერგია იმ ალერგიოს უკან დევს ფსიქოსომატიკა რა გინდა მოაგვარო სიმპტომი თუ მიზეზი თუ გინდა სიმპტომი აგვარო აგერ ბატონო მედიცინა კი ბატონო მოგიგვარებს სიმპტომს მაგრამ შენ თუ გინდა მოაგვარო მიზეზი, მაშინ წადი ფსიქოსომატიკაში და იმუშავე იმ მიზეზთან, რომელიც ბოლოს შენში იწვევს ან კიბოს, ან რაღაცა სხვა უბედურებას იწვევს, იმიტომ რომ შენ რაღაცა თვალსაზრისით სერიოზული ბლოკი გიდევს რაღაცა ემოციაზე. ზოგს ბლოკი უდევს ბრაზზე, ზოგს ბლოკი უდევს სიცოცხლეზე, ზოგს ბლოკი უდევს სევდაზე, გლოვაზე და ბლოკი თუ გიდევს, ესე იგი სისტემა გაჭედილია. რა არის ენერგი? ნახე, ემოცია არის electric motion. ანუ სხეულში ამ ემოციამ არხების, ანუ ჩვენი პრანა უნდა მოძრაობდეს ჩაკრებს შორის. რა თუ ჩაკრაზე ადებს ბლოკი, ის ენერგია ვერ მოძრაობს. ესე იგი სხეული ხდება ავად. მარტივია. მე დამემართა ყელის ჩაკრაზე. რატო? იმიტომ რომ მიყვარდა სიმართლის ართქმა მოტყუება, манипуляция, კონტროლი, სიმართლის თქმა ჩემთვის იყო პრობლემა, გადაიწვა მეხუთე ჩაკრა. მორჩა. ეს მომზადებელი რო ხარ და ხარ დადუმებული რო ხარ ხა ამაზე ამის იგიტაზად უნდა წახვიდე ეგ თემა შემოიტანა და მე ფსიქოსომატიკაზე მე და შენ ბევრი გვისაუბრია რა და რაციონალიზაციას ვაკეთებ მაგ ამბის ქრონიკულად და ვერ ერთ-ერთი თავარი რაც მაფერხებს მაგ ყველაფრის კარგად აქ მასში არის ის რომ რაღაცნაირი სტატისტიკა უნდა არსებობდეს რა უნდა არა შენითხო მე ვითხოვ ხო მე ვითხოვ მე შემიძლია მარტივად გითხრა თუ ჩემ მეგობარი ხარ ხო ძალიან მიყვარხარ ასჯერ მithქვია თუ good to be true სანამ შენ მაგრა არ გაბრაზდები ცხოვრებაში შენ ორგანიზმი არ გაგიშვებს შენ უნდა იცი როგორ გაბრაზდე დალეწო ყველაფერი სანამ არ დალეწავ იქნები თუ good to be true და სანამ თუ good to be true იქნები გაგიჭირდება სიარული გინდოდა სიმართლე ოკეი, ჯერთი გადასარევი სიმართლეა კონტექსტუალურად. მაგრამ მიყვარხარ იმდენად, რომ მაინც მიყვარები, იმიტომ რომ მე მიყვარხარ unconditionally. მნიშვნელობა ჩემთვის არ აქვს შენ ამას შეეხები თუ არა, მაინც მიყვარხარ. აქედან გამომდინარე, is purely solely your choice. ოკეი. სერიოზული რამე არის და ეხა ამ ნოტიდან მაინც მინდა რომ შევხედო რა. ოღონდ შენ ერთი რაღაცა იცოდე. ეხა რო თქვი რომ ბრაზის თემა ჩემი თავი გავახმოვანე შენში. ანუ ჩემ თავს ვცნობ შენში ზუსტად ესე მიჭირს ბრაზთან და მრისხანებასთან კავშირი როგორც შენ. კი. იმიტომ რომ მეც და შენც პაბაშომშოტუ იმიჯურად ვართ nice guys. შენს გაქვს nice guys იმიჯი და მეც. აი ლევანა ჩვენზე ნაკლები nice guy-ია. კი, მე არ მაქვს ეგ იმიჯი, მაგრამ მე მაგ სულ მაგას ფიქრობ, რომ ნეტა მე რა მაქვს რა ემოციასთან არ მაქვს კავშირი და ზოგადად ერთი რაც აღმოვაჩინე არის რომ საკმაოდ ცოტა ემოციის დასახელება ვიცი.
ანუ მწირი სია არის დარდო შენ სხეული შეგრძნებები თქვი დამეჭირება. ხო, შეგრძნებები კიდე უფრო მეტად ნაკლები ჩემნაირი ყრუმუნჯი ხარ, როგორც მე ვიყავი 6 წლის წინ, არის დარდო, მოდი და ორივე სიას მოგცემ და იმუშავე. ხო და. მე ამ ორივე სიაზე მუშაობდი 6 წელი დღემდე მუშაობ. არ გიგონოს ანუ პიანინოზე დაკროვის პრინციპი არის ანუ. ხო და აი შენი ხარ რასაც აღწერ ეგ ფენომენი მე მქონდა ზუსტად 6-7 წლის წინ, აი ზუსტად იმას, იმ სიტყვებით აღწერ ზუსტად როგორც მე აღწერდი. ვაუ. ხوار ჩაუვიზეთ მაგ მოგზაურობას ხარა. ბიჭო, იმიტომ რომ შენ ემოციის გარეშე რაციონალურ მოგზაურობაში მნიშვნელოვანია რა. შენ გაქვს ძლიერი ბრეინი და მაგრამ იყვაშე, ხო იცი? მე იმენა შემიძლია შენ ძლიერ ბრეინთან იმენა ის გავატარო, რა ქვია. ინტელექტუალური ექსტაზი გავია. მაგრამ ნახე რა არის რა. ემოცია არის ერთადერთი გზამკვლევი, რომელიც მიგაკვლევს შენ ავტენტურობასთან ვერ მიხვალ. ემოციის გარეშე ვერ ემოცია არის კომპასი. ანუ შენ რეალურად დადიხარ გზაზე კომპასის გარეშე, ინტელექტუალიზაციას აკეთებ შენი გზის. არ გიშველის ტვინი ვერ გადაგიწყვიტავს პრობლემას, ტვინის შექმნილი პრობლემის. გამორიცხვა ეინშტეინამდე მივედით. მეცნობა ძალიან ეს ფრაზა კი, ვერ გადაწყვიტავ იმ პრობლემას, რა ქვია, ვერ გადაწყვიტავ პრობლემას იმ დონეზე წარმოიშვა ეს პრობლემა. ამიტომ შენ რეალურად როგორც მე, არაფერი გამონაკლისი არ ახარ, ზუსტად მანდა ხარ, სადაც მეც ვიყავი და ნუ შეიძლება ერთი ნაბიჯი წივიყო, მეტი არაფერი არ გეგონოს, რომ ანუ არა მაქვს პრეტენზია, რომ გავსხივოსდი და რაღაცა. მაგრამ მივხვდით თავა რაღაცას. ძლიერი ტვინის პატრონი ყოველთვის მოახდენს რაციონალიზაციას. გამორიცხულია. ხო. იმიტომ რომ ნუ brain driven ვართ, ან ჩვენ მთავარი ინსტრუმენტი არის ტვინი და ინტელექტუალიზაცია პროცესი. ამიტომ რეალურად კომპასი საკუთარი თავისკენ, მათ შორის რისიკეთებისკენ, აღონ შენ არ გეგონოს მე ეხაც ობიექტურად ჯერ კიდე დალონჩილი ბოლომდე on purpose არა ვარ. ანუ მე ჯერ კიდე ძიების გზაში ვარ. ხო იცი რომ კომპანიებს უკეთებდი ტრანსფორმაციას, ეხა სერიოზულად ფიქრობ, რომ რადგან კომპანიები ეხა ამ კონტექსტში დიდად არ ფიქრობენ განვითარებას გადარჩენაზე ფიქრობენ. მოდი ობიექტურად შევხედოთ. დავფიქრდი რომ პირდაპირ ადამიანებზე ხوار გავიდე და რითეილზე ხوار დავილონჩო. ანუ ობიექტურად ეგ არის ეხა რაც მაფიქრებს და ბიჭო ადამიანის დახმარების გარდა არაფერზე არ მეფიქრება. თუ არ მეფიქრება ესე იგი ჩემია და აღიარე რა ანუ არ ვიცი შეიძლება ობსესტ ვარ. მაგასაც არ გამოურის. კარგი არ არის მე რომ ხარ ობსესტ. შეიძლება სულაც არ იყოს კარგი. ხო იცი ძაღლი რო თავის კულს დაძდევს იმაში არ ვიყო მე კი მაგ მაიოპიაში არ ვიყო გათხრილი თქო მაგრამ ბიჭო არ მომდის აზრები არც ტანსაცმელზე არც მანქანებზე არც იმაზე არც ჩემი ინტერესის სფერო არის ადამიანი. კაია მე მაგრამ მომწონს ადამიანები და მიყვარს ადამიანები და კი იცი ადამიანების გასტენდვა როგორ შემიძლია. ხო და სასახად ეგ არის ჩემი. როგორ უნდა ვაქციო ეს sustainable business-ად. დღემდე გამორკვევის პროცესში. ან დღემდე ჩემთვის ამოუცნობი არის არ ვიცი მაგალითად აი გუში ვფიქრობდი რომ აგერ არის ტონი რობინსი რომელიც აქედან ამხელა ბიზნესი შექმნა, მაგრამ მე ძალიან პატარა ქვეყანაში ვარ ამასთან შედარებით. მე ჩემი გონკები მაქვს. ანუ რას გულისხმობ? ო ყველა ჩვენი გვაქვს. ხო, ჩვენი გონკები გვაქვს ყველას და მეორე ხრი უყურებ ბილ გეიტს, რომელიც აგერ ერთის ხრი აგერ ფულ შეულობს Microsoft-ში და აგერ ფილანთროპიით, აგერ ალცჰეიმერის დაავადებას ებრძვის რა და რა ეგეთი მოდელიც არსებობს, ეგეთი მოდელიც არსებობს და კიდე შუალედური. ანუ ბევრი მოდელი არსებობს, მაგრამ ობიექტურად დღეისობით როგორ უნდა ვაქციო, ანუ მე მდგრადი მოდელი, ბიზნეს მოდელი დღემდე არა მაქვს. ხო, მე მახსოვს და მგონია რომ რაღაც იმას გავაკეთებ, ხა რეინფორსმენტი როგორ არის გავაძლიერე. და რაღაცა ბენეფიტი მაქვს იქიდან, რომ არა მაქვს იქ ბიზნეს მოდელი, მაინც დავაძლიერე. კი, დაწუნებული ვარ. მე შენ პირველად რო გნახე ტრანსფორმაციულ კონსულტანტად არ ვიცი და ვარ რას ეძახი მაგას, რას ეძახი შენ მოგლეთ ევექში რომ შენ ჩვენ გვეხმარებოდი იმაში რომ აღმოგვეჩინა რომ ყველანი მართლები ვიყავით და ყველანი ჩვენ რა ქვია კინოს უყურებდი კლუბში რომ ხალალ მართავდა კლუბი რომ გავაკეთე.
მან მე მახსოვს რომ გითხარი რომ რიტეილზე რატო არ ფიქრობ თქო რა და მე მაინც გონია რომ იმიტომ მე ჩემი კონტექსტი მე მარტო რიტეილზე მეფიქრება ხოლმე მე არასდროს არ მეფიქრება B2B საქმეებს და მაგ მე ჩემი იდეების და მე ასევე სიამოვნებით გაგიზიარებ იმიტომ რომ გონია რომ გადაკვეთები ბევრი შეიძლება იყოს რა რომ მეც მეფიქრება რიტეილზე ბიზნეს მოდელის კუთხით და მეც დახმარების კუთხით მეფიქრება როგორც რაღაცა სხვანაირი იდეები მაქვს და შეიძლება სადღაც გადაკვეთები ვნახო და კოლაბორაციები ეგეც კარგი იქნება მე ღია ვარ ხო იცი შენთან თქვენთან კი ბატონო საერთოდ ადამიანებთან მოდი მესამე კანონზე გადავიდე ხო და მაგაზე მქონდა კითხვა მესამე კანონის მოდი გავახმოვანებ სმენელისთვის გადაუხვიეთ ხან იქე და ხან მაგარია მე ძალიან გამეხარდა ძალიან მაგრა გამეხარდა კარგად გადაუხვიეთ მესამე კანონი რო გავახმოვან არის მომავალზე ორიენტირებული კომუნიკაცია გარდაქმნის ადამიანის მიერ მოცემული გარემოების აღქმას და ისეთი არის რა ხო იცი ესეთი რეაქცია რო გამოიწვევს რა თქვი ხა შენ და რა არის ეგ რა ძალიან სასწაულია ერთ-ერთ აღარ მასოს ვის ლექციას მოусმინე მაგრამ მე ხო იცი მეტაფორები მიყვარს და მეტაფორა მეხმარება რომ აუხსნა ფენომენი ერთ-ერთ ლექციას მოусმინე ადამიანი ყვებოდა რომ მე რაფტინგის კურსი გავიარე რაფტინგის კურსზე 3 საათი გვიხსნიდნენ მარტო ერთი 5 წუთში აგვიხსნეს როგორ უნდა ჩავჯდეთ იმ ნავში და როგორ კანოეში თუ რაღაც ნავში თუ რაც არის და როგორ გამოვიყენოთ ნიჯბები და 3 საათი იყო ერთი რაღაცის გარშემო თუ გადავარდიო როგორ უნდა დაბრუნდე უკან იმასთან აქვია კანოესთან ხო ძალიან ძალიან საინტერესო მეტაფორა არის და თუნდაც ბაწარს უკეთებენ ანუ ბაწრით ბრუნდები რა ანუ ამაგრებენ ბაწარს მობმულია ხო მობმულია ბაწარი იმისათვის რომ მე ბაწრით მოგბრუნე და მიუხვდი რა ძალიან მნიშვნელოვან რაღაცას ჩვენ ცხოვრება მეტაფორულად ჩემთვის არის ღია ზღვა ანუ ხან ღელავს ხან შვიდია ხან ასეთია ხან ისეთი და მომავლის სტეიტმენტები, ანუ მომავლის წინადადებები ორგანიზაციულ კონტექსტში, როგორც არის მისია, ხედვა, ფასეულობები, რა არის ჩვენთვის ფასეული პრინციპები, ეს ყველაფერი არის ის ბაწარი, რომელმაც უნდა დაგაბრუნოს უკან იმაში, ნავში. რო არ დაიხჩო. აი ეგეთი კარგი ახსნა ჩემთვის, პირადად ჩემთვის ეს მეტაფორა არის ეგ რო აი ადამიანი რო წარმოიდგინე სხვა ღელავს და გამობრუნდი რისთვის ვართ აქ? ძალიან კაი ახსნა. აი რისთვის ვართ აქ? უმტკიცოთ ისევ ვინაიდან ყანმართალი? თუ მისიასთან კავშირში არა ვართ, მოდი რა პაუზა გავაკეთოთ. ჩავისუნოთ. შეუკავშირდეთ. 15 წუთში გავაგზავნოთ. მორჩა რა ჭრი ამ გაუგებრობას კონფლიქტებს რაღაცებს და ამბობ რა აღიარებ რა რომ ხო რა ნავიდან გადავარდ ოკეი არის რა ადამიანები ვარ და რა ხა შენ წაგიღო მე წამიღო ორივეს წაგვიღო ორივეს გონია რომ მართლები ვარ შენი ეს ისტორია შეთხზი მე ეს ისტორია შეთხზი მოდი 15 წუთი დავაპაუზოთ გვაქვს ტრაკი 15 წუთში შევიკრიბოთ არა ხო მორჩა ხო მან ბრენე ბრაუნი მეცნო მე მოკლედ რისი თქმა მინდა იცი ვიჭობ ხა თქვენს კორპორატიულ სამყაროში საკმაოდ ბევრი გაქვთ ნამუშევარი და კომპანიებში და ასე შემდეგ. შოკში ვარ ამ წიგნის მე განსაკუთრებით, ამ წიგმა ხო ბევრ რამეზე ამიხილა თვალი. რამდენი ორგანიზაციული ფული იხარჯება როგორ ხო იცი რა სიტყვა მაგ ახლა წვალებაში წვალებაში ანუ ეგრე დავარქვათ რა წელვაში ხო ანუ და მეორე რამდენი შემოქმედებითი ენერგია მიდის შიდა პოლიტიკებში ვინ დავიბარო შეხვედრაზე ვინ დავისვა მეილი ვის მივწერე აი ამაში ხარჯება აი ნახე რატომ მომწონს ერთ-ერთმა ადამიანმა თავის ინტერვიუში ახსენა რომ ადამიანი არის ერთადერთი ასეთი რომელსაც აქვს პოტენციალი
ანუ არაფერს არ აქვს ეგეთი potential asset-ი არის, ანუ შეუძლია 0%-ზე იმუშაოს, 10%-ზე ან 100%-ზე, 120%-ზე შეუძლია იმუშაოს. ამით განსხვავდება სინამდვილეში ადამიანის მართვა ფულის მართვისგან ან ინვენტორის მართვისგან, რა. რომ ადამიანი პოტენციალია. და შესაბამისად, რომ უყურებ, აი რატომაც დღეს ჩემთვის აი არ ვიცი, როგორ ვერ წარმომიდგენია, რომ აი დღეს წავალ შეხვედრაზე, სადაც მომინდება ძველი დრო მახსენდება, რომ მაგალითად ხმა რა მოვიხო. აი ხმა, აი ქონია ხო ეს შეხვედრაზე ზიხარ, ხა აქჯობი არ ჩაიჩო. კი, კაც. ხმა რა მოიღო. ან ყოფილიყო შეხვედრაზე, სადაც აი კითხვია რა ბიჭო, იდეა კი მაქვს, მაგრამ აი რა აზრი აქვს ამათთვის, აი ვერ წარმომიდგენია ჩემი თავით ბიჭო, უმეტესობა თელი უბედურებას ეგ არის, რომ ბევრჯერ ბიჭო მართლა ობიექტურად როცა ვლაპარაკობთ ორგანიზაციულ ეფექტურობაზე და ეფექტიანობაზე და ვხედავ რაში ხარჯება ორგანიზაციაში დრო ხო ფულია ამ დროში ორგანიზაციას ფულია გადახდილი და აი ეს დრო იხარჯება ну მოდი ესე ვთქვათ აი არაფერი საერთო არ აქვს არც პერფორმანსთან არც ეფექტურობასთან არც ეფექტიანობასთან და ну ბოლო იმის შიშით რომ თვის შედეგი დაიდოს თუ კვარტლის შედეგი დაიდოს ბოლო ვიღაცა დააბრახუნებს მაგიდაზე და დავაი საქმეს მიხედეთ აი ამით რჩება ეს ყველაფერი იმიტომ რომ უნარი მათქო მნიშვნელოვანია გასოს ამ წიგში ყოველ კანონს აქვს leadership ტიპი კი კორელარი თუ რაც ქვია ხო აი აქ არის უნარი რომ შექმნა სივრცე ესეთი მომავალზე ორიენტირებული რატო იმიტომ რომ მე თუ არ შევქმენი მომავალი რომელიც მაინსპირირებს მაშინ არჩევანი სხვა არჩება რომ ვიყო დაშინებული თვის ან კვარტლის ან წლის გეგმით სხვა ალტერნატივა არ არსებობს ანუ ან ვარ ინსპირირებული იმ მომავლით რაც შევქმენი რომლისკენაც მივისწრაფი და მთლიანად ორგანიზაციას ჩალიჩობ რომ გავიყვანო ამ მომავალზე და ვაინსპირირებ ჩემ თავსაც სხვასაც ჩემს გარშემო ყველაფერს ვაკეთებ რომ ეს ინსპირაციის ენერგიის გარეშე ჩვენ ვერ მოძრავთ და ენერგია მოდის ან შიშიდან სტრესიდან და შიშიდან ან ინსპირაციიდან მე ხა შეიძლება მოდი ესე ვთქვათ ინსპირაცია სლეშ სიყვარულისგან იმიტომ რომ შეიძლება ძალიან გიყვარდეს ის საქმე რასაც აკეთებ და სხვასაც გადასდო და ბიჭო თუ არ არის ერთი მაშინ ავტომატურად არის მეორე ანუ შიშს არაფერი არ ჭირდება ის ისედაც არის ანუ თვით გადარჩენის მექანიზმი სულ ეგ არის შთაგონება შეიძლება შექმნა შთაგონება არის ცნობიერი არჩევანი მე ვიტყოდი რომ ეს არის არჩევანი ეგ არის განზრახვა ეგ არის უნარი რომელიც უნდა ისწავლო ეგ არ არის ისე ჩვენ რა ჩვენ მშობლები მოდიოდნენ და სულ შთაგაგონებდნენ რანაირი ცხოვრებით უნდა ვიცხოვროთ არა ჩვენ გვეშინოდა ჩვენი მშობლები არ დავაშავოთ ის არ ვქნათ მოვეწონოთ კაი ნიშანი მივიღოთ და ვიმსახუროთ ყურადღება და სიყვარული ორი მთავარი ვალუტა დამსახურების ყურადღება და სიყვარული ფრაზა მახსენდება სწავლის რატო უნდა ისწავლო შიში იყო მენა გვეხوارგი და გამოხვიდე ხო ეგ იყო ეს შიში ან გამოხვალე ეგ რაღაც თუ არის სწავლი ინტერნეტში არ გტოვებდნენ არა ინტერნეტში არ მტოვებდნენ არა მგონი არა არ მტოვებდნენ თუ მე ზუსტად ვიცი რომ მტოვებდნენ ოკეი არ მტოვებდნენ ან დაშინება არ იყო ეგეთი არა ინტერნეტში დატოვება მგონი არ იყო არა არ მახსოვს ეგა ჩემთავობაში იყო ეგეთი ფრაზა და ჩემი დაშინება რადგან მაგას საუბრობ მე მქონდა ეს ეგ მაგ ჩარჩენილი რა იმედის გაცრუება ჩემი შიში იყო იმედის გაცრუება კონკრეტულად შენ გაუცრო იმედი მე გაუცრო იმედი ჩემ ბავშვობაში ძირითადად იყო მე გაუცრო თუ რა მოხდებოდა ბებიაჩემს თუ რა მოხდებოდა მაგდენი აღარ მახსოვს მაქსიმუმზე არ მიზრომიალია რა მე მარტო დარჩენა იყო რა ჩემი შიში ეგ იყო რომ მე თუ ცუდად მოიქცეოდი მიმატოვებენ მარტო დამტოვებენ ხო ყველას თავისი მარტო დავტო მე მოკლედ რა მინდა ახსნა მეგობრები ეგ არის ძალიან მნიშვნელოვანი და რაზია ეს წიგნი და რატო განვიხილე დღეს როგორც
ჩვენ არ შეგვიძლია გამოვხდოთ ჩვენი ფიქრები, გამორიცხულია. ფიქრებიდან გამომდინარე ემოციები. და მოდი ესე ვთქვათ, არსებობს ცხოვრება, რომელიც გვეცხოვრება. როგორც არსებობს გვესუნთქება, ხა მე ხო ესე ვისუნთქო. ან შემიძლია დავივიწყო სუნთქვაზე და მესუნთქება. ხო და როგორც მესუნთქება, ასე მეცხოვრება. აი ეგ არის ჩვენი ავტომატური ცხოვრება. და ეს ცხოვრება მეწივა დაფუძნებული არის შიშზე და სტრესზე და თვითგადარჩენის ინსტინქტით ვართ მართულები და ისევ და ისევ ვუმადლოდეთ ამ ინსტინქტს, იმიტომ რომ არა ის ინსტინქტი ჩვენ სავარაუდოდ დღემდე არ მოვიდოდით. ვერ მოვიდოდით ხო მე ხო, მაგრამ საბოლოო ჯამში მოდი ეგეთ შევხედოთ რა ლევან. ეხა რო ცხოვრება ამაზე რა ვიცი 200 წლის წინ საფრანგეთის მეფე არის ოცნებები და რა ვარ შენ ცხოვრობ დღეს შენ. კი. მე კი არა რა ვიცი რას ამაზე კაი პირობები არ ყოფილა არა სამყაროს არა, ისტორიაში. მაგრამ ბიჭო ყველაზე გარეკილები ვართ ეხლა. და რატო? იმიტომ რომ ნახე როგორ რაღაცა არის. ჩვენ ხო იგივე ტვინი გვიდევს. ანუ ამხელა ტექნოლოგიური ნახტომისთვის ტვინი მზად არ არის. ხო. და კიდე უარესად ხვდებით, მოიცეთ იწამი. უარესად ხვდებით კიდე და რაღა გააჩერებს ამ მანქანას. ეს ხო რაღაც გეომეტრიული პროგრესია აწი. და რას ვამბობ იცი ლევან, რომ გავაცნობიეროთ, რომ გვაქვს სხეული, რომელიც შექმნილი არის ნადირობისთვის და მიწათმოქმედებისთვის. ეს სხეული არის შექმნილი ამისთვის. და არა იმისთვის ოფისში ტრაკზე იჯდე, არ ვიცი. 7 თუ 14 საათი, ზოგი 7 და ზოგი 14. ოფისში და მოდი რა მნიშვნელობა საჭიროა მე ისე იგივე ეს სხეული არის შექმნილი ამისთვის. არის შექმნილი ნადირობისთვის. არის შექმნილი მოძრაობისთვის და ნუ რა ვიცი, ხა ხო ხვდები ჩვენი იმდენი საფრთხე ქონდა ადამიანს. ბიჭო, ელემენტარულად შევხედოთ 200 წლის წინ, თუ 150 წლის წინ საშუალო ასაკი ადამიანის იყო 35 წელი. 40 ხო ეგრე 35 37 35 აღარ მახსოვს. 40 რა. დღეს არის 75. და 80-მდე არის ასული ზოგადად 91. ესე იგი მოდი შევხედოთ. ორ ცხოვრებას ვცხოვრობთ. კი, რაც მანამდე ცხოვრობთ. ორ ცხოვრებას ვცხოვრობთ. იმ პირობები, რაც დღეს გვაქვს, ისეთი პირობები არა გვაქვს, მაგრამ ჩვენი ტვინი არ არის ჩემი აზრით არ არის ადაპტირებული ამხელა დოზი ტექნოლოგიისთვის, რაც დღეს გვაქვს და ეს მარტო და მხოლოდ იზრდება გეომეტრიული პროგრესიით, არ არის ჩვენი ტვინი მოწყობილი, რომ ამხელა იზოლაციაში ვიცხოვროთ, როგორ ცხოვრობთ, ანუ გულისხმობ, რომ ჩვენ ფაქტიურად ვიზოლირდით ერთმანეთისგან ღობეებით და ბინებით და ანუ community living-ი აღარ გვაქვს. აღარ გვაქვს. ანუ ეს გამქრალია. და საერთოდ ოჯახებიც დაპატარავდა. ყველაფერი დაპატარავდა, დავიწროვდა და გატექნოლოგიურდა. ამიტომ მე ვიტყოდი ეგეთ რაღაცას. მე სულ ჩემ მეგობრებს ვეუბნები, რომ AI-ის ეპოქაში, რავი დღეს ჩასკროლა, არ ვიცი, ყოველი მეორე, მესამე პოსტი არის AI-ზე. კი. ჩემი აზრით AI-ის ეპოქაში ადამიანური უნარები კიდე უფრო დაფასდება. ანუ მე ამის ოპოზიციას ვხედავ რა. იმიტომ რომ AI წაიღებს ძალიან ბევრ assistant works და human creativity, human connection, ანუ ადამიანის კრეატიულობა, კავშირის დამყარება, ემპათია. კი, ადამიანი ეხლა AI-ს იმიცენ დავალებას და prompts big data-ზე დაფუძნებით გაძლევს პასუხს, მაგრამ იმ პასუხში არც ემოცია არ არის, არც განცდა არ არის, არაფერი არ არის. ამიტომ საბოლოო ჯამში მივდივართ იქამდე, რომ მე მგონია, რომ ამ ტექნოლოგიურ სამყაროში კიდე პარალელურად AI-ზე, პარალელურად ჩემი აზრით, გაიზრდება ტრენდი ადამიანურობაზე და ადამიანურობის შენარჩუნებაზე. კი, ვიღაცამ თქვა, ვინ სინეკს უსმენდი, მე მგონი, რომ ამ AI-ის ეპოქაში be more human, კიდე უფრო მეტად ადამიანური იყო. მეგობრების მეგობრები ხო. ბატლეს რო ელაპარაკებოდა. სტივენ ბატლეს რო ელაპარაკებოდა, კი. სხვა გზა არ აქვს. და anxiety რა დონეზე იზრდება, წარმოიდგინე. ძალიან იზრდება და მეც ეგ იმას ვთქვა, ჩემთან რომ კონკურენტული გახდება ადამიანობა. ანუ ადამიანური უნარების შენარჩუნება გახდება კონკურენტული უპირატესობა, იმიტომ რომ ნახე მე როგორ ვხედავ რა და საითკენ გაგვირგვის. ხო, აქამდე რას ვცდილობდით, ანუ მთელი ჩვენი სწავლა და უნარების გამომუშავება იყო, რომ რაღაცა საქმეები გვეკეთებინა რა და ეს საქმეები
ეხლა რეალურად აღმოჩნდა, რომ AI ამ საქმეებს შენზე ბევრად უკეთესად აკეთებს და ისეთი სისწრაფით ვითარდება, რომ შეუძლებელია რომ დაეწიო. ეხლა ვფიქრობდი, დავი, აი Excel-ში გუშინ შემხვდა YouTube-ზე. Excel-ის და ChatGPT-ის რაღაცა მიქსი, ანუ უკვე ფინანსები, იქ დიზაინში, რავი, აგერ ჩვენ პოდკასტს მე რო ვაკეთებ კანვაში, რავი, უკვე იმიჯები, ვიდეოები, Google VO3 რაღაცა საოცარი ხდება რა და ამ დროს ადამიანური უნარები როგორიც არის მოსმენა, ყველანაირი წინასწარი განჯის გარეშე, თუნდაც ორიგინალური კრეატიულობა, რომელიც არა აქვს Apple-მა და ამტკიცა რომ იგი ესერებ, კიდევ უფრო ფასობს და მოკლედ არ ვიცი, დასკვნა ვერ გამოვიტანე, მაგრამ დაგიდაყე მე მაგიბაში რაც. არა, მე არ ვიცი, შეიძლება ეგ დასკვნა აიტაცო ან არ აიტაცო, ანუ ჩვენი დავალება აღარ არის წარმადობის გაზრდა. ხო, წარმადობას გაზრდის მექანიზმი შექმნილია და ზარდოს და იყოს წარმადობა რა. ჩვენი დავალება როგორც ხვდები არის ამ გაზრდილი წარმადობის პირობებში მაქსიმალური სიკეთის მიღება არსებობიდან. რა მოხდება კაპიტალს რა მოუვა? Human capital-ს თუ სიმდიდრის პირიქით დოვლათს რა მოუვა? იცი რა არის? თუ რამე ცუდი მოუვა, აღარ ვიწვალებ შეგონა. არა, მეგობრებო, მე მგონია რომ პირველ რიგში მიზანმიმართულად დოვლათზე ხო ხედავ ჩვენ მოხდება სასწაული ინფლაცია. ჩემი აზრით, იმიტომ რომ ნახე როგორ რაღაც არის. ჩვენ გაცილებით მეტნი ვართ, ვიდრე ეს პლანეტა იტევს უკვე და რესურსებიც გალევადია. ანუ სანამ ეხა მასკიანად არ გავარდით ჩვენ სხვა პლანეტების დასაპყრობად, ჩვენ ულევ რესურსებზე არ ვზივართ. ამიტომ ჩემი აზრით მიზანმიმართულად სამყაროს უფრო და უფრო აზვირებს cost of goods. ხო. და ჩვენ უკვე ვხედავთ რომ $1,000,000 აღარ არის როგორც ფული რა, ანუ ტექნიკურად კი არ არის ადვილი საშოვნელი, მაგრამ ის როგორ თქვა შესყიდვა უნარიანობა, სყიდულობა აღარ აქვს ის რა, ანუ ყველა გუცი გძვირდება, ელემენტა ყველაფერს გვიძვირება ხელდაშეში, ანუ რეალურად და კოვიდი მაგაზე მე გააორმაგა ფასები თითქმის ყველაფერს. და შენ ხო ხედავ რომ არაფერზე ფასი ძოლნიშნულზე არ დაბრუნებულა, ანუ ყველაფერი გაძვირდა და დარჩა გაძვირებული. და საბოლოო ჯამში მე მაგიც მესმის რომ რეალურად ფული კარგავს თავის შესყიდულნარიანობას და ეს ხელოვნურად აღარიბებს რაღაც კლასებს რა. ამდიდრებს ხოს. და მე მაგაზე ცოტა ისეთი დამოკიდებულება მაქვს რა. ეგ განცდა მგონია რომ ისტორიის ყველა ეტაპზე არსებობდა იმ კონკრეტული საზოგადოებისთვის რა. მგონია რომ ეგ ყოველთვის იყო რა. ყოველთვის ვფიქრობდით რომ ხო ეხა ვართ ჩვენი შესაძლებლობების პიკში, ეხა ვართ და მართლა ეგრე იყო იმ მომენტში, ეგრე იყო სამყარო, ნამდვილად შესაძლებლობის პიკში იყო. და ჩვენ მე ხაც ეგ განცდაში მოყვები რომ ეგ განცდა მეც მაქვს ხო აი სად ვართ რა მეტი რაღა გინდა მაგრამ თამგონია და გაიხედე ხილი რაღაც გადი გარეთ გავედი ხო აი წარმოიდგინე საქართველოში იფიქრებდი რომ ხილი ამდენს იფიქრე მე მეცაც ვიტყვი ხო ხო ერთი რაღაცა მინდა ვთქვა მაპატიე ძალიან მნიშვნელოვანია და არ დამავიწყდეს აზრი ამ ციგმა და კურსმა რაც გავიარე და საერთოდ რა განათლებას ლენდმარკში მივიღე და ამ განათლების ნაწილია ეს ციგნი. კი, იგივე ის არის. ერთი რაღაცა მინდა ვთქვა, რაც გადააზრება მოხდა, აი პერფორმანსზე რო სიტყვაზე ლაპარაკობდი. მე სიტყვა პერფორმანს ყოველთვის უყურებდი მხოლოდ სამსახურებრივ ჭრილში. ხო. მე არასოდეს არ ფიქრობდი, რომ სადმე მაგ პერფორმანსი სამსახურის გადა. სწავლა სამსახური. აი ორი პერფორმანსი იყო დაკავშირებული სწავლაც ალბათ, ხო? მე ჩვენთან ეგრე იყო. ეგრე. ანუ პერმანენტული ჩემი ერთ-ერთი ღირებულება არის სწავლა და განვითარება, ხო? აქედან გამომდინარე, ამ წიგმა და ამ განათლებამ მომიტანა გააზრება, რომ ყველაფერში მაქვს პერფორმანსი. ჯანმრთელობაში, შვილებთან ურთიერთობაში მეგობრებთან ურთიერთობაში ყველაფერს დავიწყე პერფორმანსის ჭრილში ყურება. და სხვადასხვა სამის შედეგი არის რეალურად დღეს გიზი ვარ. 30 კილოთი ნაკლები ერთ წელიწადში. ერთწლიანი მარათონი დავასრულე.
და მე მგონია რომ ეს წიგნი დაიხმარება მაყურებელს რომ აი ეს ლინზა გაასწოროს რომ რეალურად ყველაფერში გვაქვს პერფორმანსი ცხოვრებაში არის უცარ შემიხედია სინამდვილეში რომ შვილებთანაც მაქვს პერფორმანსი და მე არ ვაღიარებ მაგ იმიტომ რომ სამსახურეობრივი პერფორმანსის სასარგებლოდ მქონდა დაგივაფებული ყველა სხვა პერფორმანსი ხო გამართლებაც იყო რა გამართლება იყო ჩემთვის რომ რა დაყოლებული ვარ და რა ვქნა ხა არ ვიმუშაო? აბა ჭამა კაი ჩაცმა ხო გინდა კაი დახურვა ხო გინდა კაი მოგზაურობა ხო გინდა ხო მაცალე ხა მაგრად ვიფრინეთ რა იცი რა ამ კონტექსტში შემოქმედობითობა ძალიან კარგი სიტყვა გამოვიდა ეხა საშამ როგორც კაი სიტყვა შემოქმედებითობა მაგრამ შეგვიძლია დავმეწოთ კი ძალიან კარგად ვიფრინეთ მე მომეწონა და ჩვენ გვაქვს ეგეთი ტრადიციული კითხვა რომელსაც სტუმარს უსმებთ რომ ეგარი რა წიგნს გვირჩევდი და ვის თან საუბარს გვირჩევდი მაგ წიგნის იდეებზე კაი კითხვა იცი რა ჯუეს ვოქტონს ხო იცი რა ძალიან ეხა ამ ბოლო დროს დავიწყე მოკლედ დავიწყე ისეთი ფუნდამენტური წიგნების გადაკითხვა ალბათ ეგ ეტაპი მაქვს ეხა ცხოვრებაში რა ანუ მე როგორც არის თქვა მასწე მარგარიტა რაღაც აი ეგეთი წიგნებს ჩემი აზრით ძალიან საინტერესო იქნება აი ეს მე ძალიან მიყვარს ეს წიგნი, იმიტომ რომ მგონია რომ აი ამ დუალიზმზე, რომელიც დღეს ხო ბევრი ვილაპარაკეთ ამ დუალიზმზე რა, ანუ ერთ-ერთი საუკეთესო იქნება და მე შეხოთაშორის მაგაზეც დავფიქრდი ახლა რომ ძალიან საინტერესო იქნებოდა ვინმე CEO-ს ან ინვესტორი რო დაგეძახათ და გესაუბრათ ომის ხელოვნების წიგნზე ლაუზის ომის ხელოვნება და ჩემი აზრით ამ ჭრიულში ანუ როგორც ომს რომელიც ბიზნესში ხდება და ეს სტრატეგიები რომელიც ამ წიგნში იქნება ჩემი აზრით იქნება ძალიან საინტერესო ეს ერთ-ერთი წიგნი არის ხა რატომ მოვიყვანე ეს კონტექსტი რომ დავიწყე ეს ფუნდამენტური წიგნები რაც მქონდა ცხოვრებაში იმად გადახედვა დავიწყე და მივხვდი რომ დღეს სულ სხვა ლინზით შემიძლია წავიკითხო ეგეთი წიგნები და ეხლა ეგეთი ეტაპი მაქვს და ჩემი აზრით ეგ იქნებოდა ძალიან საინტერესო განხილვა სიამოვნებით მოვისმენდი მე მაგარი მოულოდნელი რჩევა იყო მაგრამ ძალიან მაგარი კი და ისე ვარ აი ესე ვარ ძალიან დიდი მადლობა მაგარი იყო დიდი მადლობა გაიხარეთ წარმატებები თქვენ პოდკასტს აგრეთვე წარმატებები